მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ვარიერი მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ უმთავრესი პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ეს კურსი კონსტიტუციაში ჩაიწერება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ განცხადების გარდა ასევე ამბობს რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით როგორც მმართველი გუნდის ისე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობაში პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული ამიტომაც მისი განცხადებით მიზანშეწონილია რომ გარდამავალ დებულებებში ასეთი ჩანაწერი გაკეთდეს რას მიიღებს ქვეყანა თუ კი საგარეო პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება ვინ ამბობს რომ ეს არის სუვერენიტეტის შეზღუდვა და რატომ ფიქრობენ ასე პოლიტიკოსთა ნაწილი რატომ ფიქრობს ასევე იქნება თუ არა ეს ერთგვარი პოზიტიური სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თუ კი ასეთი ჩანაწერი გაკეთდა თუ ამით ქვეყანა რეალურად არაფერს მიიღებს კიდევ ერთი თემა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი საქართველოს და სერგეი ლავროვის განცხადებები რას ნიშნავს მისი სიტყვები რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფს იმას რომ გარე ძალებიდან არ იყოს აგრესიის მცდელობა როგორ პასუხობენ ამ ყველაფერზე ოფიციალური თბილისიდან და რატომ ფიქრობს უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი რატომ ამბობს რომ რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ანუ ლავროვის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში და იქ საელჩოს გახსნა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ მეზობელი ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობის განახლებაზე არ ფიქრობს ამ თემებზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში პირველ რიგში წარმოგიდგენთ სტუდიის სტუმრებს დიმიტრი ლორთქიფანიძე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის და ნიკოლოზ მჟავანაძე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ასევე მახლას პატარაია აფხაზდაკრების ხელმძღვანელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესო შენგელია და მოგვიანებით ჩვენ ასევე პირდაპირ ჩართვებით გვექნება მანამდე მე სტუდიის სტუმრებთან ვიწყებ საუბარს მოგესალმებით და მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ ბატონ დიმიტრი თქვენგან ვიწყებ და საკონსტიტუციო ცვლილებებით ანუ სანამ აფხაზეთის ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ჩასვლასთან დაკავშირებით დავსვამ შეკითხვას პირველ რიგში ბოიკოტის უნდა გკითხოთ თქვენი ბოიკოტის მიზეზებზე ამაზე მიპასუხეთ რა იყო ამის მთავარი მიზეზი იყო წინაპირობა ქონდა თქვენ გარკვეულ განცხადებებს აკეთებდით რა მოხდა და ახლა ქონდა თუ არა ამას რაიმე აზრი ან პრინციპული მნიშვნელობა რატომ გეკითხებთ აი არჩილ თალაკვაძის განცხადება იყო რომ დასრულდა უკვე კომისიის მუშაობა და ახლა ბოიკოტი ვეღარ იქნება და რა აზრი აქვს რომ ასეთი იყო შინაარსი ამაზე მიპასუხეთ და შემდეგ უკვე ქრისტია აღდგა თქვენი სტუდიიდან მინდა ჩვენს მაყურებელს მიულოცო მივესალმოთ ჩვენ სტუდიის სტუმრებს რა თქმა უნდა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წარმოდგენილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პირველივე დღიდან ჩვენი მუშაობისა ვაცხადებდით რომ ჩვენთვის არსებობდა წითელი ხაზები იმ მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით რომელიც კონსტიტუციას როგორც ერთიანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტს პოლიტიკური და სოციალური თანხმობის დოკუმენტს აქცევდა საყოველთაო სახალხო ასე ვთქვათ დისკუსიის მსჯელობის საგნად ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის საარჩევნო სისტემები პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნება მიწაზე საკუთრების უფლების რეგულირება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის სასამართლო ხელისუფლების თავით გათვალისწინებული ის დებულებები რომელიც დემოკრატიული მოძრაობის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტისა და განმარტებითი ბარათების მიხედვით საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს როლს გააძლიერებდა და მხოლოდ ნორმატიული აქტების რევიზირებას კი არა არამედ სასამართლო აქტების რევიზირებასაც მოახდენდა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით ანუ ადამიანის უფლებების თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით ეს არის 4 ძალიან ბანალური, ასე ვთქვათ, შეფასების თვალსაზრისით უნდა დაუჭიროთ თუ არა მხარი ამ საკითხებს, თემა, რომელზეც მთელი საზოგადოება, მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით ხაზს უსვამს საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. არა იმგვარი დამოკიდებულებით, რაც საბოლოოდ ბოლო პროექტის სახით გამოავლინა ხელისუფლებამ და აქვე მინდა გაქცეთ ეს ისა აქვს, ხო იცით message box რომ ეძახიან რომ გაავრცელებენ რომ მოდით ახლა ყველამ თქვით რომ ახლა რა დროს ბოიკოტია, როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობა და ჯერ ერთ საკონსტიტუციო კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია, მუშაობა დასრულდა სამუშაო ჯგუფებში. სამუშაო ჯგუფი სწორედ იმის სამუშაო ჯგუფია, რომ ის იმიტომ არის დახურული, რომ შიდა სამზარეულოსავით იხარშება იქ პროცესები და რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით, მისი დასრულებისთანავე უნდა გამოჩნდეს. მე რომ წავსულიყავი 2 კვირით ადრე, 1 თვით ადრე, თვენახევრით ადრე, მაშინ ბუნებრივია ხელისუფლება სხვანაირად იტყოდა. აი, არ დაგველოდა კაცო, ეს კაცი და იქნება მოვდიოდით ამ პოლიტიკურ კომპრომისს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა გალტონ მაია, მთავარი მინდა გითხრათ, ეფუძნება არამხოლოდ კონსენსუსით მისაღები გადაწყვეტილებების საკითხს საბოლოო შედეგად, არამედ პირველ რიგში კომპრომისს. ჩვენ მზად ვიყავით კომპრომისისთვის. ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მოგახსენოთ რაზე? პირველ რიგში იმაზე, რომ ყველაზე დიდი ფარსი რაც ხელისუფლებამ გაათამაშა აი ამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში გახდათ ის რომ სახელმწიფო პოლიტიკური მართვის მოდელთან დაკავშირებით თავიდანვე თქვა ყველაფერს ვიწყებთ თეთრი ფურცლიდან გარდა მოდელზე არ დაგვიწყოთ ახლა ლაპარაკი ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა ავტოკრატმა ერდოღანმა
ავტოკრატმა ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაიწყო რითი რეფერენდუმით სახელმწიფო პოლიტიკური მართვის მოდელთან დაკავშირებით და ერთადერთი კითხვით მიმართა 83 მილიონიან თურქეთს. თანახმახართ თუ არა, რომ მმართველობის ფორმა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ეხლა ნახეთ აღმოაჩინეთ განსხვავება ამ მიმართულებით. მეორე კომპრომისი გახდათ ის, რომ 20 კვალიფიციური სუბიექტი, რომლებმაც გადავლახეთ ბარიერი, მივიღეთ დაფინანსება, რატომღაც 20-დან ნახევარზე მეც უარი უთხრეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. იყო ეს კომპრომისი, ქალტონმაია, იყო. ამის მერე ვეუბნებით, რომ ყველაფერზე მოვდივართ, გარდა იმისა, რომ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განმარტეთ, თუ კი გადმოდიხართ 150 პროპორციულ მანდატიან სისტემაზე, მაშინ რატომ მიგაქვთ გამარჯვებულს ყველა აბსოლუტურად მანდატი? თუ უარს აცხადეთ ბლოკურ სისტემით არჩევნებში მონაწილეობაზე და მხოლოდ საარჩევნო სუბიექტი იქნება პოლიტიკური პარტია, რატომ არ წევთ საარჩევნო ბარიერს ქვემოთ? წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, რომ 2 მილიონერი სახელმწიფო მონსტრი, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, მათგან გამონადენები ქმნიან რეალურად ვითომ საარჩევნო სუბიექტის სახით პარტიას და სინამდვილეში კოალიციები არ წამოვიდნენ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, არც ერთ საკითხთან და ბოლო წვეთი ქალტონმაია იყო აი ეს თემა, რაზეც ჩვენ ალბათ მოგვიწევს აქ დისკუსიის გაშლა, ეს იყო სწორედ ევროატლანტიკური მისწრაფება და აქ ზოგიერთ ჟურნალისტს სურს ხოლმე რომ საზოგადოებაში ესეთი რამ განავითაროს, რომ თითქოს ევროსტრუქტურებში ესე ვთქვათ ინტეგრაციის საკითხი არის ეს არ არის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი. აქ არის ნატოს ბლოკში ინტეგრაციისკენ მისწრაფების დროებითი პოლიტიკური ტენდენციის ასახვის მცდელობა იმ დოკუმენტში, რომელიც არის გრძელვადიანი, ხანგრძლივადიანი დოკუმენტი და მსგავსი ტიპის ტენდენციების ასახვა, ეს ნიშნავს იმას, რომ არც თავმოყვარეობა გაქვს, არც დამოუკიდებლობა გაქვს ქვეყნის მართვის და არც ნება გაგაჩნია. ბატონ დიმიტრი. ბატონო? აი რატომ ფიქრობთ, რომ ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს თავმოყვარეობა? ანუ მე მოვისმინე ასეთი განცხადებებით, რომ სუვერენიტეტის შეზღუდვაო ეს და გარკვეულწილად როდესაც ასეთი ჩანაწერი კეთდება, მაგრამ აი თქვენ დროებითი ახსენეთ, ეს ხომ დროებითი ანუ კონსტიტუციის პრეამბულაში ხომ არ კეთდება ეს ჩანაწერი. პოლიტიკა რას ნიშნავს? ეს არის შესაძლებლობების ხელოვნება. ეს არის უარესიდან უკეთესისკენ სიტუაციის მოქცევა. და შენ არასოდეს ხელი არ უნდა შეიკრო რაღაცა კონკრეტული პირობით, რომელიც როგორც მოგახსენეთ, დროებითი ტენდენცია და ის არ არის თავად მიზანი. მიზნის მიღწევის საშუალება კონსტიტუციაში მე არ მჭირდება. მე მჭირდება მარადიული ღირებულებები. ისეთი, რაზეც უარი მითხარი უკვე. იმიტომ რომ მე როდესაც გეუბნეოდი, რომ მიწაზე საკუთრების უფლების რეგულაცია დავაწესოთ ისე, რომ შევზღუდოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ეს საკრალური ტრიადა, რომლიდანაც 2 ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში და პირველი მამული ენა და სარწმუნოება. კონკორდატი გვაქვს, ენის სახელმწიფო სტატუსი გვაქვს და მიწასთან რეგულირება არ გვაქვს. მოდი გავაკეთოთ. კი ბატონო, იქ ტაშის გრიალით შეხვდა რამოდენიმე ოცნების წარმომადგენელი ჩვენს ინიციატივას, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რა, რომ მესამე სექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სასტიკი წინააღმდეგობა და პროტესტი გამოხატა. ისე როგორც ეს ევროატლანტიკური ახირება არის სწორედ მესამე სექტორის ინიციატივა, რომელსაც წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. კარგი, ამ თემას გავშლით კიდევ. მადლობა, შეფასებები მინდა ჯერ პირველ რიგში მოვისმინო ბატონ ნიკოლოზ, თქვენი პოზიციაც, ანუ ეს ამით რისი თქმა სურთ ინიციატორებს და ქვეყანას რისი თქმა სურს ამ ყველაფრით თუ კი გაკეთდა ასეთი ჩანაწერი ამ გარდამავალდებულებებში. თავდაპირველად მინდა რომ აი საკონსტიტუციო კომისიაზე თქვა ორიოდე სიტყვით, იმიტომ რომ არ შეიძლება საკონსტიტუციო კომისია კომპლექტდებოდეს ხოლმე სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებით და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კარგა ხანია ქვეყანაში და აქვთ რაღაცა ამ კუთხით, ეგრევე საკანონმდებლო ინიციატივები, იგივე ადამიანის უფლებების კუთხით, ეს ადამიანები გაირიყვნენ ამ კომისიიდან. ჩვენ პირადად ახლა ჩვენმა ორგანიზაციამ 2 წინადადება შევიტანეთ, ერთი იგივე ქართული მიწების უცხოელებზე არგასხვისებასთან დაკავშირებით, ერთი არჩევნების სავალდებულო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის და ნატო წევრ ქვეყნებშიც მოქმედებს არჩევნების სავალდებულობა. პასუხადაც არ ჩავთვალეს და მე კიდე ახლა ჩვენ აქ არ ვითხოვდით რაღაცა შეიძლება თქვა უამრავი ორგანიზაცია არის. აქ იყო რაღაც 5-6 ორგანიზაციის დამატებაზე. მიზანი მართულად ხდება, ანუ არ ვიცი ხა იცით რა თაბეჭდილება გრჩება ადგილობრივი ორგანიზაციებთან. მე ვთვლი რომ მთლიანად ეს საკონსტიტუციო კომისია რაღაცა არ იყო დამოკიდებული უშუალოდ
იმაზე რა სურს ხალხს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო საუბრობთ მაგალითად ჩანაწერზე ევროატლანტიკურ სივრცესთან დაკავშირებით. თვითონ ქართული ოცნების აქტიური წარმომადგენლები, მაგალითად დაგისახელებთ ყობან არჩემაშვილი, რომელსაც მე ვეთანხმები, გამოვიდა და თქვა რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა. იგივე განცხადებები გააკეთა ქართული ოცნების არაერთმა განაცხადა ყობან არჩემაშვილმა რომ ეს უფრო კონსტიტუციის პრეამბულაში როდესაც იყო საუბარი მაშინ ვფიქრობდიო, მაგრამ აი გარდამავალდებულების ეხლა შეიძლება შეიცვალოს პოზიცია არ ვიცი, მაგრამ თავის ეხლა შეიძლება შეიცვალოს, ეხლა იმიტომ რომ აქ პარტიული დისციპლინიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თავის დროზე აცხადებ და მეც ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ, იცით, ჩვენ ვხედავთ რომ სოფლიო იცვლება. ადრე რამდენიმე თვის წინ ახლოს იყო ქვეყანა სოფლიო იმასთან რომ შეიძლება რუსეთ-თურქეთს შორის ისეთ დაიძაბულიყო სიტუაცია, რომ ეს ომში გადასდილიყო და დღეს ხედავთ რომ როგორი დამოკიდებულება. იგივე ტრამპთან დაკავშირებით საუბრობდა ნატოზე სხვანაირად, დღეს სხვანაირად საუბრობ. ამიტომ ჩვენ იცით რა ეს პროცესები რაც არის დაკავშირებული ამ ბლოკებთან, ბლოკები მოდიან, შეიძლება შეიცვალოს ეს ბლოკები და სხვა სახე მიეცეს, არის საუბარი მაგალითად. ვიზღუდებით ბატონო ნიკოლოზ, აი რაში ვიზღუდებით, რაში შეიძლება შევიზღუდოთ ამაზე როდესაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ვიცით რომ მაგალითად რუსეთს აქვს დამოკიდებულება იმდაგვარ, როდესაც ნატოზე არის საუბარი და აი ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ ომის გაჩაღებისა, რომელიც დაიწყო. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ჩვენი სუვერენული უფლება, კი ბატონო, როგორც გადავწყვეტ ისე იქნება, მაგრამ ეს არის გამაღეზიანებელი ფაქტორი. ჩვენ იმ რეგიონში ვცხოვრობთ, რომელ რეგიონშიც ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება ამ ნატოსთან დაკავშირებით. შეიძლება ჩვენ გქონდეს ეს მისწრები, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ძევალი ვიყო ჩვენ აი ამ ჩანაწერისა. აი ხომ არ გავაღიზიანებთ. თან ჩვენ ვიცით იგივე ამ ევროატლანტიკური სივრციდან გამომდინარე რომ ლიდერები გერმანია, იტალია, საფრანგეთი აცხადებენ რომ უახლოეს 10 წელიწადშიც არ არის საუბარი იმაზე რომ საქართველოს ნატოში მიღებაზე იყო საუბარი და აი რატო ვიზღუდავთ? აი სულ რო გადავხედოთ, აი ხო რაღაცა ახალი ველოსიპედის გამოგონება ხო? აი რაღაცას რო ვაკეთებთ, ხო არის რაღაც ანალოგი უნდა იყოს. ესეთი ჩანაწერი მე ვიცი არის რუმინეთში და აი მას შემდეგ რაც რუმინეთი გახდა ნატოს წევრი, დანარჩენ ევროპის ქვეყნებში გავსი ტიპის ჩანაწერები არ არსებობს და რატო არის ესეთი გამორჩეულები? სანამ ბატონმა ხასთან გადავალთ, ანუ არ უნდა გავაღიზიანოთ, შევეცადოთ რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი. ასეთი განცხადებები მესმის ხოლმე ხშირად, მაგრამ აი არ გავაღიზიანოთ ამ პოლიტიკამ, ასეთი ტიპის პოლიტიკა ხომ არ მიგვიყვანს უფრო ცუდ შედეგებამდე. არ მინდა ხა წინ გავუსწროთ იმას, ამაზე ბოლოს კითხავთ მე ლავროვის ჩასულას. არა, მარტო გავაღიზიანებაზე არ არის, იცით რა არის. უბრალოდ სუვერენიტეტის შეზღუდვა არის. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა. მარტო გავაღიზიანებაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანას მიზნად დასახული კონდეს ამოცანა იყოს სადღაც შესვლა. ეს შეიძლება სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება შეხვიდე, შეიძლება ფიქრობდე რომ დღეს ნატოში უნდა შეხვიდე, შეიძლება სხვა ბლოკში შეხვიდე და ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის მესმის რომ რაღაცა დაისახო მიზნად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ახლა გამოდიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ როდესაც დაკარგული გვაქვს 20% ოკუპირებული არის, საუბრობენ იმის შესახებ, რომ პირველ მიზნად იმას კი რაცხადებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საუბრობენ სადღაც შესვლაზე. კითხონ ქართულ ხალხს, სადღაც შესვლა სურთ თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ რაც ტერიტორიული მთლიანობასთან დაგვაახლოვებს, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მე მგონი. კარგი, მადლობა ბატონ მალხას. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ხალხს კითხონ ასეთი რამ ბრძანა ეხლა ბატონმა ნიკოლოზმა. ხომ არ ფიქრობთ რომ ეს არის ის საკითხი, რაზეც დაუშვათ არ ვიცი რეფერენდუმები უნდა ტარდებოდეს, აი რა სურს არის ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტად გამოცხადება ამ შემთხვევაში და კონსტიტუციაში ჩაწერა აღდგენის თუ ევროატლანტიკურ სივრცეში, ანუ კონკრეტულად ნატოზე როდესაც არის, მოდით დავაკონკრეტებ, აი ბატონ დიმიტრი ამბობდა ნატოში გაწევრიანება, ეს უნდა იყოს მიზანი ქვეყნის. მოგესალმებით. მოგილოცავთ აღდგომის წესრიგს, მოგილოცავთ თქვენს მაყურებელს, თავს საქრისტიანოს, უბედად საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენს დევნილ საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა გალის ქართველობას 35,000 ადამიანს, რომელიც იტანჯება სასტიკი რასისტული ჩაგურის ქვეშ სწორედ რუსი აგრესორისგან. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ საკითხს, საქართველოს მოსახლეობამ პლებისციტით უკვე უპასუხა ამ საკითხს და ზოგადად ქართველი ერის ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ 25 წლის მანძილზე უპასუხა თავისი, ასე ვთქვათ, თავისი ბრძოლით და ეგერ ბატონო გმირთა მემორიალზე გარდაცვლილი დაღუპულმა ტერიტორიული მთლიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის იმ ადამიანებმა ამას უპასუხეს უკვე, რომ საქართველო უნდა ჩამოშორდეს რუსეთს
და დაუახლოვდეს დასავლურ სამყაროს. მაგრამ აქ საუბარია კონსტიტუციაში. დასავლური ორიენტაცია არის საქართველოს ისტორიული არჩევანი და ეს არის საკმაოდ მყარი არჩევანი და ეს განაპირობა საკმაოდ ხანგრძლივმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობამ, რომლიდანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მწარე განოცდილება ქართველი ერის პერმანენტული გენოციდის და საქართველოს ტერიტორიების გასხვისების. რაც შეეხება კონსტიტუციის საკითხს, ეს იცით რა შეა საქმე, როდესაც ახალ კონსტიტუციაში ეხლა საერთოდ არ არსებობს მუდმივი იურიდიული დოკუმენტები. იურიდიული დოკუმენტები ცვალებადია, მათ შორის ჩვენ ასე ვთქვათ და არა მარტო ცვალებადია, არამედ თვითონ ამ იურიდიული დოკუმენტების შეფასებები ცვალებადია და განმარტებები ცვალებადია. ანუ ვთქვათ, ევროპულ კონვენციაზე პირდაპირ ევროსასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და ის ვითარდება და დღეს რო ეს უფლება ერთნაირად გვესმოდა, ხვალ შეიძლება სხვანაირად გვესმოდეს და ასე შემდეგ. მაგრამ კონსტიტუციის პრეამბულაში დღესაც წერია, ვთქვათ, სოციალური საბაზრო ეკონომიკა, რომელიც პრინციპში დღეს კერძო საკუთრების მუხლს კერძო საკუთრების მუხლთან თუ მივალთ, პრინციპში ეს ჩანაწერი, ვთქვათ, შეიძლება ანაქრონიზმადაც კი მოგვეჩვენოს, იქიდან გამომდინარე, რომ თავისთავად საკუთრების თავისუფლებას სწორედ გულისხმობს ამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპს. ამ შემთხვევაში ეს საერთოდ პრეამბულა არის სწორედ დეკლარირება ქვეყნის და ქართველი ხალხის და კონსტიტუცია არის ფართო კონსენსუსზე, თუმცა ახლა ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად არ არის, მაგრამ ზოგადად უნდა იყოს ფართო კონსენსუსზე მიღებული დოკუმენტი, იმიტომ არის გათვალისწინებული მასში საერთო სახალხო განხილვის პროცედურა და ასე შემდეგ, სადაც კიდევ ერთხელ დეკლარირებულად გამოჩნდება, რომ ჩვენ არც ერთი ორი, ასე ვთქვათ, სამხედრო კავშირის გარდა, დღეს რეალურად არც ერთი სამხედრო კავშირი არ არის, ეს არის ერთი ევრაზიული კავშირი და ის რაღაც ოდაკებე რო აქვს და მეორე არის ნატო. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად დეკლარირებული იქნება, რომ ჩვენ უკან არასდროს არ დავბრუნდებით არც რუსეთის წიაღში, არც საბჭოთა კავშირის წიაღში, არც რამე სხვა გაერთიანებაში რუსეთთან. მე არა ვარ მომხრე, რომ ეს დებულება ჩაიწეროს გარდამავალ დებულებაში, გარდამავალი დებულებების საერთოდ პრინციპი არის ის, რომ ესე იგი ან ძირითადისგან განსხვავებული ნორმა არის და ან გარკვეული დროით არის მიღებული ეს ნორმა. ამიტომ აქ პოლიტიკურ დეკლარაციაზეა უფრო საუბარი ვიდრე სამართლებრივზე და როგორც კი გაქრება ის საფრთხეები და ვთქვათ რაღაც გარკვეულ ანაქრონიზმად ჩავთვლით ჩვენ ამ დებულებას, არაფერი არ გვიშლის ხელს, ჯერ ერთი აქ 10 წელიწადი ნატო არ იქნებაო, საერთოდ ისტორიის განვითარების ლოგიკა ის გახლავთ, მით უმეტეს რუსეთთან დამოკიდებულებაში, რომ შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს ვითარება, როგორც მოხდა ვთქვათ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, ჩვენ ეს მაგალითები გვაქვს, მაგრამ და ამიტომ ახლა წინასწარ ჩვენ რაღაც ხანგრძლივი დროით ჩვენ ამას ვერ ვიწყებთ, თავარია რომ დასავლეთმა დეკლარირება გააკეთა, საქართველოს იქნება ნატოს წევრი. აქედან გამომდინარე, ამას პოლიტიკური დატვირთვა, მეორე, ამას ქართველი ხალხის ცნობიერებისთვის აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და დატვირთვა, იმიტომ რომ არა მარტო ამ 250 წლიანი პერიოდიდან მოყოლებული ჯერ კიდევ საკმაოდ არის ბაბაიას ცნობიერება და პლუს რუსული პროპაგანდა ძალიან გამალებით მუშაობს იმისათვის რომ ტვინი აურიოს საქართველოს მოსახლეობას. კარგით, მადლობა. კიდევ დაგიბრუნდებით ბატონ მახას. ბესოს პოზიციაც მოვისმინოთ. აი ეს არის განაცხადა დეკლარირებაო. ბატონ მალხაზი ამბობდა რომ ჩვენ უკან არ დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში და ასე შემდეგ. თუმცა მეორე მხარე აი ბატონ ნიკოლოზი ამბობდა რომ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რომ დაუშვათ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები იმის მაგურად რომ პირიქით დავათქვოთ ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან და ასე შემდეგ. ეს ხელს შეგვიშლის თუ ასე დეკლარირებულად გამოვაცხადებთ ამას ნატოსკენ კურსს და ჩავწერთ კონსტიტუციაში. უპირველეს მოგესალმებით, მივესალმებით სტუდიის ტელემაყურებლებს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა სრულიად არადამაკმაყოფილებელია ქართული საზოგადოებისათვის, ცალსახად არის, რომ საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ჭირდება თავის ისტორიულ ადგილას დაბრუნება, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ამ ჩანაწერით პასუხი გაეცა 2008 წელს ჩატარებულ პლებისციტ, სადაც საქართველოს მოსახლეობის 77%-მა ხმამისცა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელისუფლების ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ცალსახად და მნიშვნელოვანი არის,
რომ თუ რა ხდება დღეს, რა ხდებოდა გუშინ აფხაზეთში და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ერთთან და ოკუპანტთან დღესაც კიდევ ბაბაიას სახელი. რუსეთმა თავისი გასაკეთებელი წლების მანძილზე აკეთა საქართველოს წინააღმდეგ და აკეთა ისე, რომ დღეს თითოეული ქართველი უნდა თავხდებოდეს იმაზე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი და აგრესორი. დამატებითი ფაქტორი ხომ არ იქნება ასეთი ჩანაწერის გაკეთება, რომ იმის მაგალითად რომ დაალაგდეს რუსეთთან ურთიერთობა პირიქით უფრო იყოს მისთვის მართლაც გამაღიზიანებელი, როგორც თქვენი ოპონენტები ამბობენ. ურთიერთობის დაალაგება, მისთვის თავარი არის რომ კავკასიის რეგიონში იყოს არეულობა, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიის ხელყოფა აქვს ამ ქვეყანას წლების განმავლობაში და ჩვენ კარგად ხედავთ, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი დღესაც ჩადის სოხუმში და იქიდან იმით გვემუქრება, რომ ვიცით რა ჩვენ დავიცავთ აფხაზეთის ტერიტორია, ჩვენ შეიარაღებული ძალები და ასე შემდეგ და ჩვენ რა ვქნათ ამ დროს. ასე შევრჩეთ რუსეთის ხახაში. არა, ჩვენ გვჭირდება სწორი კარგი პოლიტიკა იმისათვის, რომ ჩვენ დაგვიცვა ზუსტად იმ 28 დემოკრატიულმა სახელმწიფომ და არ დავრჩეთ რუსეთთან პირისპირ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში და ამბოში. ასევე ყველას კარგად გვახსოვს ჩვენ წლების განმავლობაში თუ როგორ ცდილობდა და არა მარტო ცხელი, არამედ ცივი ომითაც რას აკეთებდა რუსეთი და ყველაზე მთავარი პრობლემა, როდის მერე წარმოიშვა, როცა მოხდა 2008 წლის კონფლიქტი, მას შემდეგ რაც საზოგადოებამ პასუხი გასცა ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ პოზიციებს და რაც საზოგადოებამ გაამყარა პლებისციტში ეს ყველაფერი. მას შემდეგ ჩავიდა ლავროვი რუსეთში და ხსნის ახალ საელჩოს, როცა უკვე ჩვენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. მე უკვე ვისარგებლე ამ მიმოსვლით და 40 წამში შევძელი ევროპის საზღვარის გადაკვეთა. ჩვენ არ გვჭირდება საზღვრები, იმიტომ რომ ჩვენ ბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ადგილას და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ქართველი ხალხის თავარი კურსორი და ქართველი ხალხის სრული უმეტესობა იძახის მხოლოდ და მხოლოდ ერთს. ჩვენ ვართ ევროპული და ევროატლანტიკური და აუცილებლად უნდა იყოს. ერთი არგუმენტი დამჭა, ეს მხოლოდ უკაცრავად ეს მხოლოდ უსაფრთხოების პრობლემასთან არ არის დაკავშირებული, თავისთავად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უსაფრთხოების პრობლემა. ეს ჩანაწერი არის დაკავშირებული დასავლურ ღირებულებებთან, იგივე საკუთრების უფლებასთან, იგივე ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლებასთან, რელიგიის თავისუფლებასთან და ასე შემდეგ. ეს არის დასავლური ღირებულებები, დასავლური ცხოვრების წესი, ამდენად დეკლარირებას ვახდენ ჩვენ ამ არჩევანს. გასაგებია. კარგით, მადლობა. სანამ ბატონ დიმიტრისთან განვაგრძობთ საუბარს, მე როგორც ვიცი, იური მეჩითოვის ფოტოხელოვანის ჩართვა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ იური და მადლობა. რომ ჩვენი სტუმარი ხართ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, ჩვენ აგვიცმენთ პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებას და თქვენი პოზიცია რომ გაგვაცნოთ. ანუ ორად არის აზრი გაყოფილი. ერთი მხარე ამბობს, რომ ეს არის დეკლარირება იმის, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროპა, ვუბრუნდებით ევროპას, ჩვენს ისტორიულ ნაწილს და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხარე ამბობს, რომ ეს რეალურად არაფერს მოგცემს და პირიქით შეიძლება რომ ამან მაგალითად მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაძაბოს, გააღიზიანოს და ასე შემდეგ. თქვენი პოზიცია როგორია? გარდა იმისა, რომ არაფერს არ მოგცემს, ნამდვილად ეს არის უბრალოდ არ ამგონია იყოს მართებული ჩანაწერი ისეთ სერიოზულ დოკუმენტში, რომელსაც წარმოადგენს კონსტიტუცია. იმიტომ ჩვენი მთავარი კონსტიტუციაში რა უნდა ეწეროს, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კარგად, ჩვენ უნდა გქონდეს დემოკრატიული წყობილება, მგონი მან თუ მონარქიისკენ ვართ, მაშინ იქ უნდა ჩაიწოს ჩვენ მონარქიისკენ მივდივართ და ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობა. ეს კეთილდღეობა არის საზრუნავი და მთავარია ჩვენი გადარჩენა ფიზიკურად კიდე. ეს არის უმთავრესი საქმე. დანარჩენი ეს არის ტაქტიკური ცვლები. იქნება დღეს ნატო, ხვალ იქნება შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს გაწერილი ასეთ სერიოზულ დოკუმენტში, რომელიც არის კონსტიტუცია. მე მესმის შეიძლება მე ცვლილებები შევიტანოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ისთვის უნდა ჩაიწეროს ეს არჩევანი, რომელიც როგორც ახლა ამბობდნენ, რომ 77% ჩვენ ახლა რატომ გვეშინია გავაკეთოთ ასეთივე რეფერენდუმი, რა ჩვენ მივიღებთ 20%-ზე მეც ვერ მივიღებთ ხალხო, იმიტომ არ არის ასე საქმე, ასეთ ცალსახად არ უყურებს. გინდ რუსულ პროპაგანდას დააბრალეთ, გინდ რასაც გინდა დააბრალეთ, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა დამიჯერეთ, ასეთ ცალსახად არ უყურებს იმას, რომ ჩვენ ევროატლანტიკურ კავშირებში და იქ მისვლა და რატომ გონია ჩვენ ევროპა და მხოლოდ ერთი ევროპა და ჩვენ ადგილს ბრუნდებით რაღაც აი მითოლოგიის ის არის რა ქვია რა პარპაში არავით არის ჩვენი დაბრუნება ჩვენ ერთი ევროპაში სულ ევროპაში ვართ მე ერთხელ 10 წლის წინ შევეკითხე ერთ პოლონელად მეგობარს
სად ჩამოხვედი როგორ გოდის ამიტომ ევროპაში ვარ რა თქმა უნდა ჩვენ ისედაც ვართ ევროპაში დიდი ხანია ვართ ევროპაში ბევრი ბიზნესი გამო არ მინდა ახლა გავამახვილ ამაზე ყურადღება ჩვენ არც ჩვენ იქით შევალთ იმ შემთხვევაში რომ იქნება ადამიანი ასევე დაცული მიიღებს ასეთივე პენსიას ექნება სამუშაო ადგილი ეს ყველაფერი ჩვენ არ აგვაქვს და ამის მაგივრად გვაქვს დაპირებები ევროლიბერალიზაციები რაღაცეები რაც ჩვენ რეალურ არსებობას ჩვენ გადარჩენას რაც არის უმთავრესი ეს არის პირველი დინამიკა საერთოდ ცხოვრების ესე გადარჩენა ერის არა ბატონო თქვენ ახსენეთ დასაწყისში ფიზიკური გადარჩენა ფიზიკურ გადარჩენაშიც არ ფიქრობთ რომ შეიძლება დაგვეხმაროს თქვენი ოპონენტები ამბობენ რუსეთის აგრესიის პირისპირ მარტოები არ უნდა ვიყოთო და ამიტომ გამახსენდა რომ ფიზიკურ გადარჩენაში არ დაგვეხმარება და უშუალოდ ნატოს ჩვენ პატარა ტერიტორიაზე თუ მართლა მოვაწყობთ ომს არა როგორც ჩვენ უკვე მოვაწყეს ომის სხვათაშორის ჩვენ 8 წლის ეს არ იყო სხვა არაფერი რადგან რუსულ ქართული ომი ქართულ ტერიტორია ვინც მოწყო ჩვენ კარგად ვიცით და მე მგონი ეს ნათქვამიც არის იმ ხალხის მიერ ვისაც არ ეშინდა თქვა იმისე რომ ეს მოაწყო სააკაშვილმა და არა მხოლოდ სააკაშვილმა ეს არის მოწყობილი რა თქმა უნდა ეს ამას დიდი საფუძვლები აქვს იქ უკვე დაძაბული ვითარება რეალურად დე ფაქტო ანუ ჩვენ მოვაწყოთ რუსეთმა არ მოაწყო ანუ ასე რუსეთმა მე შემოიჭრა და მე გააკეთა თავის საქმე შემოკარგო ქალბატონო ჩვენ ნუ ლაპარაკობთ ასე რაღაცებს ჩვენ მივეცით ამისთვის საბაბი რაც ჩვენ არ უნდა მიგესალ დიდი ქვეყნის და პატარა ქვეყნის ურთიერთობა მთელ სოფლიოში სულ სხვაგვარია არასდროს არ არსებობს ეს გაეროში არის ასეთ სულელური წესი რომ ირანს აქვს ერთი ხმა და უგანდას თუ რაღაცა 10,000-იან ანდორასაც აქვს ერთი ხმა მაშინ ეს რამე არ ხდება დიდი ქვეყანა და პატარა ქვეყანა სხვანაირად ურთიერთობენ და შენ თუ არ შედიხარ ურთიერთობაში იმ ურთიერთობაში ეს არ არის ერთგვარად ერთობლივად საინტერესო და მომგებიანი არ შენ გადადიხარ მაშინ კონტრა იმას შედიხარ და არავინ არ დაგვიცავს ჩვენი დამცველი არავინ აქ არ არის გარდა ჩვენი გამჭირახობის ჩვენი ჭკუის და ჩვენი გონების და მე მაგას ჯერჯერობით ვერ ხედავ ვერ ჩვენ პარლამენტში ვერ ჩვენ სპექტრში აი რაში შეიძლება გამოიხატოს ეს გამჭირახობა და ჭკუა ანუ ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებაზე მინდა კითხოთ არაზოგადად მოქალაქეებზე ანუ ხელისუფლების პოლიტიკა არის ისეთი სადაც თქვენ გამჭირახობას და ჭკუას ხედავთ მე ვერ ხედავ საგარეო პოლიტიკაზე ჩვენ ხელისუფლებაში ვერ ხედავ ვერც გამჭირახობას ვერ ჭკუას იმიტომ ჯერთი რაც შეეხება საგარეო მოტივებს საგარეო მოტივები ჩვენ არა ვართ ქვეყანა რომელიც ჩვენ თვითონ ვირჩევთ ამ საგარეო გზას ან რაღაცას მე მგონი აკვავს შენ ერთი გუბერნატორი ჩემთან დიდი ხმის ახლომახლოს ცხოვრობს და იმას ეკითხებიან როგორ უნდა გააკეთო ხვალ რო ის სიტყვის მოდი რუსეთთან მოაგვარეთ ურთიერთობა ჩვენ იმ წუთში მოაგვარეთ ურთიერთობას ეგ ესეთი სიტუაცია ახლა ჩვენ უნდა გავიგოთ რომ ჩვენ არ ვართ საკუთარი თავის პატრონები ახლა და ეს ეთყობა კიდევაც ჩვენი ქვეყანა არის დაქცეული ნახევარი მოსახლეობა აქტიური არის გაქცეული ამ ქვეყნიდან და მე მგონი ეს პროცესი გრძელდება ეს არავის როგორ შანს არ აწუხებს და აწუხებს ის იქნება ეს ჩანაწერი რომ ჩვენ უბრუნდებით ევროპულ ოჯახს რომელიც მე სასაცილოდ მიმაჩნია ჩვენ რასაც არ ვუბრუნდებით ჩვენ ვართ ისედაც ევროპულ ოჯახში ჩვენ ევროპელები ვართ ყველა გაგებით თავიდანვეც ვიყავით ევროპელები მაშინ როცა დაიწერა ლეკვილომისა სწორედ და მერეც ვიყავით ევროპელები როცა რუსეთმა შემოგვიერთა თუ ანექსია მოგვახდინა მნიშვნელობა რა ჩვენ გავხდით უკვე ევროპის ნაწილი უპირობოდ გასაგებია კიდევ ერთ საკითხზე მინდა ბატონო თქვენი პოზიცია მოვისმინო შეფასება გულისხმობ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს როგორც რუსული მხარე ამბობს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ის ოკუპირებულ აფხაზეთში საელჩო გახსნა შეხვედრები გაიმართა და მოვისმინეთ შემდეგ მათი განცხადებებიც ეს ფაქტი თქვენთვის რაზე მიუთითებს აი რატომ გეკითხებით რომ ოპონენტებმა ხელისუფლება გააკრიტიკა სწორედ მისი ეგრეთ წოდებული რბილი პოლიტიკის გამო რუსეთთან მიმართებაში გასაგებია ხისტი პოლიტიკა რო ყოფილიყო როგორ მოხდებოდა ამბები მითხარით უბრალოდ მაინტერესებს ხისტი პოლიტიკა ჩვენი სუსტი ქვეყნის მხრიდან რას მოიტანდა ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ გავხდით ამ რადარები და რატომ გავხდით ახლა გეტყვით იმიტომ შეიქმნა მე პრობლემა უკრაინასთან მე მიემატა სირია საქართველოს დავიწყებული აქვს რეალურად არა იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა არ აწუხებს არავის არ წუხს არავის საქართველოს და ჩვენ თვითონ და შევწუხდეთ საქართველოს და საქართველოს ბედზე ჩვენს გვაწერია ეს ჩვენი გადასაწყვეტია ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე რომ ჩვენ გაუნჯობესოთ ჩვენი ცხოვრება ლავროვის ვიზიტის შეფასება როგორია შეფასება ახლა მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე უნდა ვარყოფილიყო ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ასეთი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ საქართველოში. ნუ ეს განცხადებებს გავაკეთებთ კიდე ვიტყვით რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მე მგონი სხვა პრობლემების გააჩნია და ეს კარგად იცის მე მგონი ყველა ვინც მან თქვენთან არის ყველას მივესალმები რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით რომ საერთაშორისო საზოგადოებას არც ცხელა და არც წივა საქართველოსთვის და თუ გამოიყენებს საქართველოს ოღონდ თავის ინტერესებიდან გამომდინარე და ასე იქცევა ყველა ქვეყანა აბსოლუტურად გაიგეთ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ არ აყავს
არც მუდმივი მეგობრები, არც მუდმივი მტრებიც არ აყვავს ჩვენ. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენთვის საუკეთესო და ჩვენ უნდა ვიქცევოთ ტაქტიკურად. ჩვენ არავით არის სხვა ფასეულობები, გარდა ფიზიკური გადარჩენის რეალურად ეხლა ჩვენ არ არის ჩვენს წინაშე. საქართველოს ერი რომ საქართველოს ერს რო ეცხოვრა რაღაც ფასეულობებით, არა, ჩვენ მაშინ დღემდე არც მოვიდოდით. ფასეულობა არის ერთი, მთავარი ფასეულობა, ეს არის გადარჩენა. და ჩვენ ვის შევეკრებით ხვალ ზეგ და როგორ მოვიქცევით და როგორ გავაკეთებთ, ეს არის ტაქტიკური სულები და ეს ტაქტიკური სულები უნდა იყოს იქიდან გამომდინარე რა იქნება სასიკეთო ჩვენთვის, რა იქნება სასიკეთო ჩვენთვის, ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა. ამაზე შეგვიძლია ვიმჟელოთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთპიროვნულად თქვა, რა იქნება ჩვენთვის სასიკეთო, მაშინ ძალიან მოკლედ მიპასუხეთ და თქვენთან სასიკეთო იქნება, რომ ჩვენ შევეშვათ იმ კურსს, რომელიც არაფრის მომტანი არ არის, რომლის გამო ამდენი ხალხი არის შეკრებილი და ამას ქადაგებს იმიტომ, რომ არის ელემენტარულად ან არის გარკვეულწილად ასე იდეოლოგიზირებულები არიან, ან უბრალოდ ღებულობენ ხელფას როგორც უამრავი ჩვენი ექსპერტი ამისთვის, რომ იქადაგონ ის, რაც ჩვენთვის მიუღწევადია, როგორც ეს ნატოს შემთხვევაში, აქ ევროკავშირზე არ საუბრობ, ევროკავშირი ნორმალური ორგანიზაცია, ხვალ იქნება თუ არ იქნება, ეგეც ჩვენ არ ვიცით და როგორ მოხდება მასთან ურთიერთობა, ეგეც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ სხვაგან არსად არ გვიშვებენ და კიდე ნატოს ძახილი და დროშების გამოფენით ჩვენ ქვეყანას ვერ უშველით და არც უშველით და ვერც შველით, ხო ხედავთ? გასაგებია, კარგი, ძალიან დიდი მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ, იური მეჩთოვი, ფოტოხელოვანი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და მე კლუბ სტუდიაში ვინაცვლებ, სანამ რეკლამაზე გავალ ბატონ დიმიტრის, მინდა დაუსვა ასეთი შეკითხვა, ანუ ნატოს ძახილი, მოკლედ კარგს არაფერს არ მოგვიტანსო, ასეთი იყო შინაარსი, რასაც საუბრობდა ბატონი იური. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თუ კი დეკლარირებაზე საუბრობ და ეს არის აი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ბატონი მალხაზი ამბობდა, თუ კი ასეთი ჩანაწერი გაკეთდებაო. როგორ ფიქრობთ, ეს ხელს შეგვიწყობს თუ შეგვიშლის, როდესაც მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის დაალაგებაზე ვსაუბრობთ? ზოგს ნატო მოწონს, ზოგს ნატაშა გემოვნებებზე არ დაობენ, თუმცა ეს რა თქმა უნდა ხუმრობით და მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, რომ ბუნებაში არსებობს ენერგიის შენახვისა და მუდმივობის კანონი, რომელიც ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესზე არ ვრცელდება, არ არსებობს სტატიკური პროცესი. არ არსებობს მარად უცვალებელი, დროში უცვალებელი ვითარება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ ნახევარსფერო რეალურად იბრძვის იმისთვის დასავლეთ ნახევარსფეროსთან, რომ მოხდეს ორპოლარული მსოფლიოს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პრინციპებზე დაფუძნება, რასაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მსოფლიო ჰეგემონი და ძალიან ხშირ შემთხვევაში არის მცდელობა იმისა, რომ ერთპოლარული იყოს ეს მსოფლიო, რასაც მე პირადად როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები და ყოველთვის ვეცდები, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი უკეთესი შესაძლებლობების რეალიზაციაში ვპოვოთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი, რომელიც დატოვა ბრიტანეთმა და ბრექსიტი ეს არის უდიდესი გეოპოლიტიკური მოვლენა რა ჩვენი დროის. მეწმებს იმაზე, რომ ევროკავშირი არ არის მონოლითური ორგანო და რომ ის მართლაც ერთ დღეს შეიძლება ჩამოიშალოს. მეტიც ის ფაქტი, რომ ევროკავშირში მიმდინარე პროცესები მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება ძალიან მალე ბევრ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, პოზიციაზე, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები ამას ჩვენ მალე დაგვიდასტურებს, შეიძლება მოხდეს ულტრამემარჯვენე ძალების მოსვლაც და ეს ტრენდიც ვითარდება და გრძელდება. არსებობენ სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ასევე დეკლარირებენ ხმამაღლა იმ რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც მათი მხრიდან ევროკავშირის დატოვებას გულისხმობს. და როდესაც ესეთი ამორფული არასტაბილური ვითარებაა და ჩვენ ახლომხედველობას ვიჩენთ და საქართველოს და უკაცრავად ბატონო მალხაზ და ბატონო ბესო, აი ერთი შეკითხვით მოგმართავთ რა. ხომ არ გვეშლება ჩვენ და კონსტიტუციას ხო არ ურევთ მანიფესტშია რა. თუ მაგალითად საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, სურს რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა რომ დავალება მისცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამისთვის არსებობს პარლამენტის დადგენილება, რეალურად მანიფესტი შეიძლება გამოსცეს საქართველოს პარლამენტმა და მართლაც დაავალოს და მოუწოდოს, რომ აი მაგალითად ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელზეც მე შენ თავრობა ვგავალებ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ცოტას მოიკოჭლებ, ცოტა იქ პრემიერი არ მომწონს, ცოტა ის ჯანელიძე საერთოდ არ შეესაბამება მინისტრის ამპლუას, ცოტა შეცვალეთ საკადრო პოლიტიკა, ცოტა გააქტიურდით, ეს სხვა თემაა. მაგრამ როდესაც ამას არ აკეთებ და თვალის ასახვევად და ვიღაცისთვის, ესე იგი, პოლიტიკური ფასის გაზრდის მიზნით, სხვის თვალში, ახორციელებ კონსტიტუციაში შეგაქვს ცვლილება, გრძელვადიან დოკუმენტში, რომელიც მსგავსი ტიპის დროებითი ტენდენციები არ უნდა ისახებოდეს, რა თქმა უნდა, ეს არის ფარსი,
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება საკუთარი ტყავის გადარჩენას, საკუთარი სკამის შენარჩუნებას და ქულების ჩაწერას საკუთარი პატრონის თვალში ცდილობს და რასაც ახლა ბატონმა იური მეჩითოვმა ბრძანა ამას სხვა შორის სოციალურ ქსელში თქვენ წააწყდებით რომ ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს რომ არაფრის დიდებით არ შეიძლება კონსტიტუციაში მსგავსი დროებითი მოვლენა აისახოს როგორც მარადიული ღირებულება ხალხო თქვენ ბრძანეთ რომ ოდკბ-ო და რაღაც ევროზიული კავშირი და კიდე არის სხვადასხვა კავშირები აგერ ბრაზილიის რუსეთის, ინდოეთის, შანხაის კავშირია, ხო? რაღაცა კავშირები, ამ კავშირებიდან იქმნება უფრო დიდი კორპორატიული ინტერესების მატარებელი სხვა კავშირები. ხვალ შეიძლება სხვანაირად წარიმართოს პროცესი. ან შეიძლება პირიქით წარიმართოს პროცესი და რუსეთი გახდეს ჩვენზე ადრე ევროკავშირის წევრი. ბატონ დიმიტრი, დამიკონკრეტეთ პატრონშივის გულისხმობთ და მივცემ საშუალებას რომ გიპასუხოთ თქვენს ოპონენტებს და შემდეგ ბატონი. პატრონში იმას გულისხმობ, ხალბატონო მაია, ვინც პატრონობდა თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას და ეს ნეოლიბერტარიანისტული, ასე ვთქვათ, მიდრეკილებანი და ტრენდები იყო პირდაპირ პატაკის საფუძველი მაამებლური პოლიტიკისა, კონკრეტულ კაბინეტებში მჯდომი მათი ხელმძღვანელების, რომლებიც სტუმრობდნენ ხოლმე ხშირად საქართველოს ვიზიტად და იბარებდნენ ხოლმე ანგარიშებს, ანალოგიური ვითარება გრძელდება ქართული ოცნების შემთხვევაში. ახლა მე გვარებს და სახელებს არ გისახელებთ, მაგრამ საზოგადოება შესანიშნავად ხვდება საკმარისია ცოტა რაღაცა გაფაფხურდეს ხელისუფლება და საზოგადოების ინტერესებისკენ რაღაცა პატარა ნაბიჯის გადადგმის პირობა დადოს, იმ წამსვე ხდება ჩარევა სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით, რომელთა მოღვაწეობის მომსწრეც და მემატიანეც მე გახლავ. კარგით, მოდით მივცეთ საშუალებას მიწაზე ამოგვეღო ხმა და პასუხონ შეკითხვა და არასამთავრობო ორგანიზაცია იმ წამსვე ილაშქრებდა. საკმარისი იყო, თქმული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ადგილი არ არის საქართველოს კონსტიტუციაში, იმ წამსვე წამოვარდა ფეხზე საია, იმ წამსვე წამოვარდა ფეხზე საერთაშორისო გამჭვირვალობა, კიდე ბევრი ნეოლიბერალი და დატუქსეს ხელისუფლება. და აი ეს რომ გარდამავალ დებულებაში ისახება დღეს, ეს არის მათი კატეგორიული მოთხოვნა, მიდაგით. კარგით, უპასუხეთ ბატონ ბესელ შეკითხვა დაუსვა და მოდით მივცემ ოპონენტებს საშუალებას რომ უპასუხონ ძალიან მოკლედ რამდენადაც შეძლებს და შემდეგ ბატონ ნიკოლოზი. უპირველეს ყოვლისა რაშიც დავეთანხმები, ქართული ოცნების ხელისუფლება ამას ნამდვილად აკეთებს თვალის ასახვევად აკეთებს ზუსტად იმ ევროპული და ევროატლანტიკური საქართველოს მეგობარი ქვეყნებისთვის, თორემ მათი პოლიტიკა რომ რუსეთის მიმართულებითაა და ის რომ პუტინს აბარებენ ანგარიშებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება თვითონ იმას ეს უნდა იყოს თუ არა კონსტიტუციაში, მე საერთოდ ვამბობ, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებულია და უბრალოდ იმ 70-ზე მეტ პროცენტს მოეფერა ამით ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ მათ დაანახა, რომ აი მათთვისაც რაღაცას ვაკეთებ და ზუსტად ამიტომ ჩაიწერა. ჩემთვის მაგალითად საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პირადად როგორც ერთი პიროვნებისთვის იქნება თუ არა კონსტიტუციაში, იმიტომ რომ მე შინაგანად გასაგრძელებული მაქვს ის, რომ ჩვენი ევროპის ნაწილი ვარ და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი ვარ და ეს საერთოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ რასაც აკეთებს ხელისუფლება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეთანხმები რომ ეს არის თვალის ასახვევად ზუსტად საქართველოს მეგობარი ევროპული და ევროატლანტიკური ქვეყნებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ რელსებიდან, საერთოდ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს წაგვიყოს და ეს არის და აქეთ იწევს რომ აი კონსტიტუციაში წერთ. ეს ჩანაწერი არავის არ ჭირდება იმისათვის რომ ვიღაცამ ჩვენ გვითხრას, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და თავისი მაჩვენებელი ამათ ზუსტად იმ პლებისციტზე დადო, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ, ზუსტად ის, რომ ისეთი ადამიანები დღეს მაგალითად პატრიოტთა ალიანსის სახით როგორც ზიან საქართველოს პარლამენტში, ისეთი ადამიანები რომლებიც გვეძახიან რომ რუსეთი კარგია, მათთვის იყოს ეს ჩანაწერი, თან რაც შეიძლება დიდი ასოებით რომ კარგად დაინახო, ჩვენ არასდროს დაუბრუნდებით მადლობა. პოსტსაბჭოთა სიჩეს და ტოტალიტარული აზროვნების. კარგით, ბატონ ნიკოლოზი თხოვდა სიტყვას გისმენთ და რეკლამაზე უნდა გავიდეთ შემდეგ. იცით რა შესაქმე, ხა ჩვენ როდესაც საუბრობთ იმის შესახებ, რომ აი დახმარება ევროპიდან. ჩვენ ვიცნობთ 4 ფორმის დახმარებას ევროპიდან, ეს არის შეშფოთება, ღრმად შეშფოთება, აღშფოთება, ღრმად შეშფოთება და შემდგომ არის პროტესტი. დაბომბვა. აი ამას ვიცნობთ რუსეთში. ერთი წამით მე არ გეჭრებოდი თქვენ, მე მგონი რა, ეხლა ჩემთვისაც მიუღებელია თქვენ. დისკუსიის რეჟიმია და ეს არის ჩვენი დახმარება. ჩვენ დავინახეთ აგვისტოს ომის დროს რა დახმარება გაგვიწიეს, როდესაც გემები, როდესაც შემოვიდნენ და პამპერსები და წყალი შემოიტანეს. მაგალითად, ეხლა თურქეთი, რომელიც მოკავშირეა აზერბაიჯანის,
იცით ამ საუბრობს იმში რომ თუ აზერბაიჯანზე განხორციელდება შეტევა ის ჩაერთვება და შეერაღებული დაპირისპირებაში ჩაერთვება აზერბაიჯანი მე ასე ვიცი სტრატეგიული მოკავშირე და არა ისე რომ შენ განცხადებები აკეთო მხოლოდ და მხოლოდ აქ არავის არ აქვს რაღაცა ნოსტალგია რუსეთზე და არ არის ავინ მეხოტბე პუტინის ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რეალობა რაც არის აგერ ირანი, რომელიც თავაზობს რუსეთს, რომ ჩვენი ბაზები გამოიყენებთ და შემოდითო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ჩვენს გარშემო, ჩვენს აი ამ ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიცია არის გამტკიცებული. ერთი აი კუნძულივით არის ფსევდოლიბერალიზმის ინტერნაციონალი არის საქართველოს, სადაც ჩვენ ესე იგი აი არ გვაინტერესებს, რაც გინა ის მოხდება, დავანახებთ რუსეთის სახეს. რუსეთის სახე ყველამ კარგად ვიცი, რუსეთი იმპერია. არავინ არ საუბრობს იმას, მის იმპერიულ ზრახვებზე, მის იმპერიულ მისწრაფებებზე, მაგრამ ჩვენ თუ გვინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როდესაც იყო რამდენჯერმე შემოთავაზება პრეზიდენტ პუტინისგან. ეხლა მე ზოგჯერ მისთვის რომ ჩამოწვი დიალოგთან დაკავშირებით. სხვათა შორის შეიცვალა რიტორიკა. აი ხა ბევრ საუბრობენ ამ ლავროვი კარასინის შეხვედრაზე. მართლაც ამოწურა ფორმა და კარასინმა თქვა კიდევაც რომ როდემდე უნდა ვისაუბროთ კომბოსტოზე, ბოლოგზე და ხალხზე და ღვინოზე, ხო? არაერთი აქამდე თუ იყო აი 2012 წლამდე იყო საუბარი რომ შეეგუეთ იმ რეალობას რაც არის პუტინის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ლავროვის მხრიდან იყო განცხადებები დაავთავრებ იყო განცხადებები რომ თუ თქვენ დაილაპარაკებთ აფხაზებთან და მოილაპარაკებთ ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ ანუ რიტორიკა შეიცვალა და ეხლა პუტინი როდესაც გეუბნება ჩამოდი ეხლა ყავაზე ჩაიზე და მუსიკაზე სასაუბროთ არ გეძახით გავიგე რუსეთი მზადაა არა მე ჩვენი ისტორია ჩვენ არა ფაქტი არის გამოვიდა მარგველაშვილი და თქვა რომ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს შევეკითხებით დავილაპარაკოთ თუ არა რუსეთთანო თქვენ აი ხა მე ვიცი რომ ეხა მინისტრები აშკარად კითხულობენ ნაცარქექიაზე და მეტი ვეღარ წავიდნენ წინ და ეხა ერთი უნდა მიუტაროთ ისტორიის წიგნი სახელმძღვანელო ესეთ რაღაცა უნდა ფლეშმობი უნდა გავაკეთო ან რაღაცა წაიკითხე საქართველოს ისტორია დავამთავრეთ და ჩვენ უარსვამ ხალბატონო მაია შეიძლება დავასრულო ანუ საქართველოს ისტორიის მანძილზე იცით რა ჩვენ როდესაც ჩვენი მეფეები მიდიოდნენ მოსალაპარაკებლად აი იგივე ირანში იგივე თურქსელჩუკებთან გარანტირებული არ ქონდა ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა იგივე დემეტრე თავდადებული რომელსაც დედა მოუკლეს მონღოლებმა ქვეყანა უოხრეს მაინც წავიდა მოსალაპარაკებლად ეხლა იმის გარანტია ნამდვილად არსებობს რუსეთში რომ წავა ხელისუფალი ცოცხალი ნამდვილად დაბრუნდება მაგის პრობლემა არ არსებობს ხო დაილაპარაკე შედაროცილო და თუ ჩვენ გვეცოდინება კაჩინსკის მაგალითია თუ გვეცოდინება მაგალითად რუსეთის პოზიცია ესეთი არის რომ აი რუსეთის პოზიცია ის არის რომ დაერშვიდობთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს მხოლოდ სხვა კონტექსტში უნდა ვილაპარაკოთ მაშინ აქ ერთი ადამიანიც აღარ დარჩება იმაზე რომ რუსეთთან დაკავშირებით პოზიცია ისედაც ლოიალური პოზიციები გამოხატოთ დაერშვიდობთ აფხაზეთს არ არის ასეთი პოზიცია რუსეთის მხრიდან ამას ეს არ ჩანს რუსეთის ქმედებებში თუნდაც ლავროვის ჩასვლაში ამაზე ცოტა როდესაც მე ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი ისტორია პრეზიდენტმა გამსახურდია 91 წელს ჩამოიყვანა ყაზბეგში ბორის ელცინი რუსეთის პრეზიდენტი გაფორმდა მემორანდუმი და იმ მემორანდუმში ჩაიწერა რომ რუსეთი მხარს უჭერს იმას რომ საქართველოს აღიდგინოს იქ აღადგინოს წესრიგი სამაჩაბლოში. შემდგომში მოხდა ის რომ სტამბოლის ხელშეკრულება რომელიც დაიღო იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორების ხარდაჭერით რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. აი რატო არ გვინდა აი თქვენ იგივე თქვენზე არ მაქვს საუბარი რატო არ სვამენ აი ჟურნალისტები კითხვას რომ გამოდის ჟანელიძე და საუბრობს რომ ჩვენ აღსფოთებული ვართ ჩადით რუსეთში დაელაპარაკეთ ან რუსებს და რას თავაზობენ რა ვარიანტებია არა ამ შემთხვევაში მე ამ შემთხვევაში ერთი წამი ჩვენ სხვა თემაზე ნუ გადავდივართ მე ვამბობ დიალოგზე და საუბარზე იმაზე რომ და დღეს რა შედეგი მივიღეთ აი იგივე ვიზალი როდესაც იყო ვიზების გამარტივებაზე აი ხელისუფლების არაადეკვატურობა მინდა დაგანახოთ გამოვიდა პუტინი და თქვა რომ ჩვენ ვიზების საკითხი მოიხსნება საქართველოსთან გამოდის ჩუგოშვილი ვიცე-სპიკერი საქართველოს პარლამენტზე საუბრობს ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ინფორმაციას არ აწვდიან რუსეთის ხელისუფლებას? ეხლა თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ თუ ვიზები მოიხსნებოდა, ეს ხო ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ ეხლა ათასობით ადამიანი ცხოვრობს იქ. ანუ არაადეკვატურია ხელისუფლება და წაიკითხეთ ისტორია ხედავთ რომ აი ხა ქართველი მეფეები მიდიოდნენ იქ და ელაპარაკებოდნენ. არა მტერს და ოკუპაციას უნდა ელაპარაკოთ, თორე მოყვარესთან ისედაც გარკვეული აქვს. არ ველაპარაკებთან ჩვენ ვამბობთ თუ არს ჩვენ ვაჩვენებთ მეზობელ ქვეყანას რომ არ გვინდა არანაირი საუბარი, არანაირი დიალოგი, მოკლედ არ გვინდა თქვენთან კი ბატონო კომუნიკაცია, ურთიერთობა და ასე შემდეგ. ასეთია საქართველოს დამოკიდებულება, ანუ რუსეთი მზადაა ამ ყველაფრისთვის
და ჩვენ უარს ვამბობ. უპირველეს ყოვლისა მინდა პატარა ჩართვით ბატონ დიმიტრეს უთხრა რომ მე მათ ხელმძღვანელის პრესკონფერენციას მოვუსმინე დღეს და საერთოდ ეს მარტო მას არ ჭირს, სხვა პოლიტიკოსებსაც ჭირს, რომ ისინი ახსენებენ ტერმინ ოსეთს, როგორც ცხინვალის რეგიონის შესატყვის ტერმინს და ეს არ შეიძლება, ეს არ არის სწორი, საქართველოში ოსეთი არ არსებობს და თუ საქართველოში ოსეთი არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთად ხოშორის სწორი შენიშვნა მე არასოდეს არ გამომიყენებია, მაგრამ თუ კი ვინმე წამოწდენია, ეს არის მოდით პირდაპირ თქვათ, ხო, შესასწორებელი ნამდვილად. შესასწორებელი არის ნამდვილად და სხვათა შორის ეს მარტო ერთ პოლიტიკოს არ ჭირს საქართველოში. თუმცა აქ იგულისხმება რეალურად რაც შეეხება იმ ბატონს, რომელიც რეგიონული მეჩითოვი გამომწანდა, ის არ ვიცი, ის ფოტოგრაფიის გარდა ეთყობა მას რაღაც სხვა მისია აქვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქართველოში, შესაძლოა ფოტოგრაფიის შეთავსებით არის, ის არის პირდაპირ რუსეთის, ასე ვთქვათ, აგიტატორი და პროპაგანდისტი საქართველოში, არა მარტო რუსეთის, არა მარტო ამ საუბრიდან, მისი ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, საქმიანობიდან გამომდინარე, მათ შორის იმ ცნობილი გამონათქვამები, ის ვთქვათ, მას მეგრელები არ მიაჩნია, ვთქვათ, ქართველი ერის ნაწილად, ან ვთქვათ, გურულები რაღაც არა, ასეთი გამონათქვამებიც კი აქვს, რომ რაღაცა იქ აკლიათ გურულებს რაღაც გადაწეულები არიან და რაღაც მინერალი მეტი აქვს თუ ნაკლები, ასეთ გამონათქვამებიც კი აქვს, შეიძლება ნახოთ სოციალურ ქსელებში, მაგრამ ნუ ახლა ასეთ დროს არის სამი კატეგორია ადამიანების, არის პირდაპირი აგენტი, არის გავლენის აგენტი და არის სასარგებლო იდიოტები. სასარგებლო იდიოტს არ გავს, რომელიმე ერთ-ერთი იმ პირველი ორიდან ის ნამდვილად არის. რაც შეეხება დიალოგს, აქ არ არის საუბარი ახლა დიალოგზე, აქ არის საუბარი, იმიტომ რომ დიალოგი ყოველთვის წარმოებდა, აქ ასე ვთქვათ, ხაზი გადის ამ ორ ბანაკს შორის, რომელიც ამ საკითხში ერთმანეთს უპირისპირდება, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოო რუსეთის მიმართ. ერთი არის, ასე ვთქვათ, ადეკვატური პოლიტიკა, რომელიც უნდა აწარმოო და რომელსაც აწარმოებს ყველას თავმოყვარე სახელმწიფო და ღირსეული სახელმწიფო აგრესორის მიმართ, მეორე არის ლაქუცის პოლიტიკა, ესე იგი აგრესორის მიმართ ფეხვეშ გაგების პოლიტიკა და ასე შემდეგ. აი ახლა ამ წუთას რაც ხდება 9 აპრილს, ესე იგი ჩვენ გამოგვიცხადეს ცხინვალის რეგიონში, გამოგვიცხადეს, ესე იგი ჩაატარეს რეფერენდუმი, ანუ დაგცინეს თავსლაფი და გვასხეს კიდევ ერთხელ შემობატონო და ეს ისევ რუსეთის გაკეთებულია. იგივე მოხდა ახლა აფხაზეთშიც, როდესაც აი სააღდგომოდ პირდაპირ მოგვილოცეს იქიდან. ჩვენ რომელი პოლიტიკა გვაქვს? ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს მაამებლური ლაქუცის პოლიტიკა. მე ეს არგუმენტები სხვათა შორის არც ახალია და ის არგუმენტები, რომელსაც უპირისპირდება, არც ნაციონალური მოძრაობის მოგონილია. მე ეს არგუმენტები მსმენია, თქვათ, ის არგუმენტები, კაპიტულანტური არგუმენტები მსმენია, თქვათ, როდესაც პირველი საჯარო აქცია გაიმართა 88 წლის 26 მაისს, როდესაც თქვათ დისიდენტურმა მოძრაობამ გამართა აქცია და ტელევიზიები ზუსტად ეს უფრო ადრეც 83 წელს და ასე შემდეგ. მე ისიც კი მახსოვს ახლა ჯერ ერთი ამ მაამებლური პოლიტიკის ფაქტები ვიცით, როგორც შორეულ წარსულში, ისე უახლოეს წარსულშიც. ისიც ვიცით, რომ რუსეთთან აი ეს ბისმარკის ნათქვამია, ხო? რომ ესე იგი რუსეთის შეთანხმება არ ღირს, რუსეთის პირობა არ ღირს იმაზე მეტი, იმ ქაღალდზე მეტი, რომელზედაც ის დაწერილია. და გარდა ამისა, ჩვენ ასეთი შეთანხმებების მაგალითი, ძალიან აშკარა მაგალითები გვაქვს აფხაზეთში, ვთქვათ, როდესაც გაგრის მოვლენების წინ ჩვენ მოვაწერეთ სამშვიდობო, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებას ხელი და აიღეს გაგრა აფხაზეთის. იცით რაშია საქმე? ჩვენ ესე იგი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, რა მიზანს ისახავს რუსეთი, ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბდა, ნუ ვაბუნდოვანებთ ვითარებას. რაც რუსეთს უნდა, ჩვენ გვაქვს დღეს გალის რაიონში. აი ეს უნდა დამონებული საქართველო და უნდა რომ მისი ჯარით იყოს გაძეძგილი საქართველო. ეს მიზანი აქვს რუსეთს. რუსეთის ისტორიული მიზანი არის ის, რომ საქართველო არ იყოს თავისუფალი და საქართველოს არ კონდეს სახელმწიფო. ამ სიტუაციაში ადეკვატური პოლიტიკა, ადეკვატური პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ადეკვატურად პასუხობდეთ ჩვენ
ყველა მის, ასე ვთქვათ, ნაბიჯს. კი არ უნდა თვალი დავხუჭოთ, კი არ უნდა იმაზე მოუღიტინოთ. თუმცა იცით რა შეა საქმე? რუსეთი ყოველთვის ნებისმიერი კომპრომისის, ასე ვთქვათ, სურვილს აღიქვამს დათმობად და იმას მეტი უნდა. ამიტომ, როდესაც ჩვენ მე მახსოვს გრაჩოვიც კი მოვნათლეთ აქ ჩვენ საზიზღარი გრაჩოვი, რომელმაც დაიპყრო აფხაზეთი და ჩვენ იმდენი გავაკეთეთ, რომ აი აქ საქართველოში გრაჩოვი მოვნათლეთ. იმდენი ველაქუცეთ, მაგრამ ამით საქართველოს მდგომარეობა იოტის ოდენადაც უნდა დავუპირისპირდეთ, არ ვიცი, მეორე ვარიანტი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული საშუალებები, ამაზე ალბათ მექნება რა უნდა გავაკეთოთ, სხვათა შორის არაადეკვატურობა ჩვენი ხელისუფლების აი ახლა ჩანს ამ რეაქციებზე, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული საშუალებები. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც სახელმწიფოს ხელშია საშუალებები, ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. აი დღეს მაგალითად მოხდა ასეთი ფაქტი. ჩვენც გვასაუბრეთ, ხო? ერთი ფაქტი მეთქვა. არა, იმიტომ რომ ის თემა, რომელიც უკვე მოიწევს. დღეს მოხდა ერთი ასეთი ფაქტი. გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, როგორც კი უკრაინა მიმართა გაეროს ამ საერთაშორისო სასამართლომ, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, როგორც დროებითი ღონისძიება, დღეს ყირიმელ თათრებს დაავალა პირდაპირ რუსეთს, რომ ყირიმელ თათრებს საკუთარ ენაზე შეუძლიათ განათლების მიღება. კარგით, მაშინ მოდით რეკლამაზე გავალ და მივცემ შემდეგ ბესოსაც, ბატონ დიმიტრისაც, რა თქმა უნდა, სხვა სტუმრებსაც საშუალებას, იმიტომ რომ აქვე დავაანონსებ, რომ ჩართვაც გველოდება წინ. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით. რეკლამის შემდეგ და ბესოსგან დავიწყებ, იმიტომ რომ რეპლიკას ითხოვდა რეკლამამდეც, გისმენთ ბესო და შემდეგ ბატონი. ხაეროცა საუბრობდა დიალოგზე ბატონი, არ შემიძლია თქვა, რომ აუცილებელია ყოველ მიზეზს გარეშე დიალოგი ნებისმიერდა. ეს იქნება რუსეთი თუ სხვა, მაგრამ დიალოგს რა სტატუსით გავმართავ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე დიალოგს მართავ, მაგალითად, როგორც მხოლოდ პატარა ქვეყნის მთავრობა თუ მთავრობა იმ პატარა ქვეყნისა, რომელსაც ძალიან დიდი სამხედრო ალიანსი ან ევროპული კავშირი უმაგრებს ხარს და ზურგს, ასე ვთქვათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცალსახად. აქ იყო ძალიან ბევრი საუბარი და მე არ შემიძლია არ გავიხსენო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები, რომელიც რუსეთი იღებდა მონაწილეობას ამ შეთანხმებების დადებაში იგივე აგვისტოს ომის დროს, იგივე აფხაზეთის ომის დროს, რომელიც ორივე დაირღვა. მე არ შემიძლია არ გავიხსენო კიდევ სხვა ბევრი შეთანხმება არ შემიძლია. აფხაზეთის ომის დროს ორი იყო, ერთი გაგრის და მერე იმის დაგომისის. მე არ შემიძლია არ გავიხსენო 14 აპრილის მოვლენები, როცა ქართული ენა იყო კითხვის ნიშნის ქვეშ და ამას ვისვამდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. არის ეს შემიძლია გავიხსენო მარტის მოვლენები, არ შემიძლია ცალსახად არ გამოვყო 9 აპრილი, არ შემიძლია საქართველოს პირველი ხელისუფლების გაქცევა საქართველოსდან და ის ომი არ გავიხსენო, არ შემიძლია არ გავიხსენო რუსეთის თითოეული ქმედება და აგრესიული პოლიტიკა. მაგრამ დიალოგზე ამბობთ, რომ დიალოგზე უნდა იყოს. აქ სწორი შენიშვნა იყო, ისტორია მოითხოვ ზუსტად და ტერთან უნდა მივიდეთ, ტერთან უნდა არ ვამბობთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დიალოგზე ვამბობთ თუ არა. შენების ფორმატი დიალოგზე როგორ მივდივართ? ხა როცა ვსაუბრობთ კიდე კარასიმი აბაშიძის ფორმატზე ცალსახად შექმნის თანავე წინააღმდეგები ამ ფორმატს, იმიტომ რომ ოკუპანტთან წვანილზე და ღვინოზე ნამდვილად არ უნდა საუბრობდე, მაგრამ იქ არ იყო მხოლოდ და მხოლოდ წვანილზე და ღვინოზე საუბარი, იმიტომ რომ შემდეგ აბაშიძე ჩამოდიოდა კაკების დავალებების განსახორცელებად საქართველოში და ესეც ცალსახა არის, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცი რომ გვაქვს ჟენევის ფორმატი და იმ ფორმატში ვესაუბროთ, თქო ვესაუბროთ ისე, როგორც საჭირო არის რუსეთთან საუბარი და არა ისე რომ ბაბაია ვეძახოთ და არა, ჩვენ რუსეთს უნდა მიუჩინოთ თავისი ადგილი. ის ადგილი რომ მათ ცალსახად უთქვათ, რომ ის ამ ტერი და ოკუპანტი და გონზე მოიგოს და ისე აწარმოოს პოლიტიკა საქართველოს. კარგით, ბატონ დიმიტრი ვითხოვდა მანამდე სიტყვას და თან ჩართვაზეც გველოდება, მოგცემთ ბატონ ნიკოლას აუცილებლად თქვენ სიტყვას. ანუ თქვენ აი როგორ ფიქრობთ, დიალოგზე პრინციპში ყველა მხარე თანხმდება, რომ აუცილებელია, მაგრამ აქვე საუბარი იყო იმაზეც, რომ მაამებლური პოლიტიკა გვაქვსო, ანუ საქართველოს ხელისუფლებას ამჟამად არის მეორე პოლიტიკა, ეს უფრო ადეკვატურია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რაშია ამ შემთხვევაში გამოსავალი? პირველ რიგში მოდი შევეცადოთ, რომ პოზიციების დაახლოებისკენ წავიდეთ, იმიტომ რომ მამული ერთი გვაქვს ჩვენ და ერთობა უნდა იწყებოდეს თანხმედრა რაღაცისკენ დაახლოება პოზიციების სტუდიებიდან ზუსტად ხალხო დაიღალა უკვე ეს ხალხი, ესე იგი რაღაცა ხელოვნური დაპირისპირების საფუძვლებს არ უნდა ვეძებდეთ რა. კი ბატონო, არის ეს რუსეთი ოკუპანტი და ძალიან ბევრი მუხანათური ღალატი გემებია, გვიგემია საქართველოს
მაგრამ ყოფილა რაღაცა გარემოებათა თანხმედრით ისეთი პოზიციებიც, როდესაც იგივე 1876-18 წლების რუსეთ-თურქეთის ომის საბოლოო შედეგის მიხედვით ხეირი საქართველომაც ნახა, ხო? ყოფილა სხვა გარკვეული, ასე ვთქვათ, პირობები იმისა, რომ ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენ ანგარიში არ უნდა გავუწიოთ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დედამიწის 1/6-ზე, ხმელეთის 1/6-ზე არსებულ უზარმაზარ სახელმწიფოს პოლიტიკაზე როცა არ შეიძლება სიბეცე იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით და ემოციურად არ ვსაუბრობ, სიბეცე იქნება. მაამებლური კი არა, ქვეყნის მოღალატეობრივი არის ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს, ხალხო. თუ ესე გაგრძელდა, აი ეს ყველაფერი, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, ეს იქნება დასაბამი, დასაწყისი არაღიარების პოლიტიკის გადახედვისა რეალურად. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მოსაგვარებელი საქმე ჩვენ ვითხოვთ რომ ვიღაცა მოგვიგვაროს მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა. ესე არ შეიძლება. მოდით ერთ მაგალითს მოგიყვანთ ახლა მყარი არგუმენტისთვის რა. აი ლავროვი ჩამოვიდა აფხაზეთში, ხო? ლავროვი მე არ ვიცი მთიან ყარაბაღში საერთოდ ნაყოფია თუ არა, დარწმუნებული ვარ, იქაც სტუმრობენ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ, ოკუპირებულ ყარაბაღს, მაგრამ ამას ერთი წამით არ გამოუწვევია კითხვის ნიშნის ქვეშ და იკის ქვეშ ვისაუბრებთ რუსულ აზერბაიჯანულ ერთ თუ დრაზე ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესო რაღაცას მაწყვეტინებთ. არა, არ გაწყვეტინებთ. რუსული აგრარული ბაზრის 2/3-ს აკონტროლებენ აზერბაიჯანელი ბიზნესმენები, მემწვანილეები და აგრარიკოსები. ის რომ რუსეთისა და სომხეთის შორის არსებული სტრატეგიული სამხედრო ურთიერთობა არსებობს რეალურად როგორც გამოწვევა აზერბაიჯანისთვის, ეს მას ხელს არ უშლის, რომ გარკვეული დიალოგი მეტიც უფრო მეტი ჭიდრო ინტეგრაციული ურთიერთობები კონდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან. მე სრულ ანალოგიას არ ვითხოვ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, მაგრამ ელემენტარულად, ხომ, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები არამც თუ იკარგება, არამედ მესამე ფაზაში გადადის, დესუვერენიზაციის ფაზაში გადადის, ოკუპაცია, ანექსია, დესუვერენიზაცია და დამთავრდა საქართველო. არაფერი აღარ იქნება სავაჭრო ფასზე, გამოსატანი, ფსონად, მაგიდაზე დასადებად. იმიტომ რომ ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი დგება უკვე დღის წესრიგში, ხომ? დღის წესრიგში დგება ლავროვის ჩამოსვლა, ისი ნიშანია პირველ რიგში. იმის რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე რუსეთი იწყებს ლობისტურ საქმიანობას, რომ ერთა თვით გამორკვევი საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპიდან გამომდინარე აცნობინოს აფხაზების სუვერენული უფლება იქონიონ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამას ნიშნავს. და არც მალავს რუსეთი ამას. და ამას ჩვენ რას უპირისპირებთ? არაფერს აბსოლუტურად ჩირგვებში ვართ. ჯანელიძე საერთოდ რა კომენტარებს აკეთებს, მე მგონი თავადაც არ უწყის. პრემიერ-მინისტრი გაჩუმებულია და ხმას არ იღებს. ამ სიტუაციაში უკაცრავად და იმის მაგერად, როგორც მაშინ გითხარით, რომ პარლამენტი განგაში ზარებს ცემდეს და მანიფესტით თუ არა, ყოველ შემთხვევაში კონკრეტული დადგენილებით მიმართავდეს მთავრობას. აქ მე რაღაცას მაიმუნობას აქვს ადგილი ბოდიში გამოთქვა სხვა სიტყვა ვეღარ ვიპოვა, როდესაც ძირითად დოკუმენტში, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, კონსტიტუციაში იმის მაგერად, რომ ქმედით ნაბიჯები გადადგას, ევროატლანტიკური მისწრაფებების თეორიული სურვილების დეკლარირებას აქვს. ბატონო ნიკოლოზ, კი, აუცილებლად მოგცემთ სიტყვას, უბრალოდ ჩართო. ეს არის ყოვლად მიუღებელი პოლიტიკა, ქალბატონო მაია. ყოვლად დაუშვებელი ქვეყანა იკარგება. დღეს ერი და ბერი უნდა დავდგეთ ერთად. რომ უშუალოდ ქვეყანას. რამენაა. კარგით, რამდენიმე წუთში ისევ დაგიბრუნდებით სტუდიაში ახალი საქართველოსდან თამთა შამათაო მინდა შემოვიყვანო პირდაპირ ეთერში. თამთა გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. სანამ გადავალთ ანუ სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, მანამდე თქვენი შეფასება როგორია, როდესაც კეთდება განცხადებები მმართველი გუნდის მხრიდან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი საგარეო კურსთან დაკავშირებით. ეს რას მოგცემს? ანუ რეალურად ქვეყანა რას მიიღებს? სამით როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით მაია, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სიმართლე გითხრათ, კონსტიტუციის პრეამბულაში ქვეყნის საგარეო კურსზე ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით მე პირადად პრობლემას ვერ ვხედავ. ანუ ეს რაღაც საფრთხეებს ნამდვილად არ შეუქმნის ქვეყანას. პირიქით, ეს იქნება ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევინება არის პროდასავლური ორიენტაცია, პროდასავლური კურსი და ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის მონაპოვარი, ეს არის ქართული ხალხის ისტორიული არჩევანი და ეს თავის დროზე პლებისციტად დადგინდა და ასევე ყველა კვლევა პრეამბულა არის მარადიული ღირებულებების ჩაწერის ადგილი და არა კიდევ ერთხელ მემორებს რაზეც კალბატონი საუბრობს. ყველა კვლევა ცხადყოფს ამას. რასაკვირველია ეს რა თქმა უნდა აწყობს მთავრობას, იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაც გარკვეული კითხვის ნიშნები, რაც არსებობს ამ მთავრობის საგარეო კურსთან დაკავშირებით რაღაც დონეზე მოიხსნას. თუმცა აქვე უნდა აღნიშნო, რომ ჩანაწერის გაკეთება არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ქმედით ნაბიჯები არ გადაიღეს
იდგას და ამით ყველაფერი იყოს ნათელი. არ არა საკვირველია, შეიძლება გაკეთდეს ჩანაწერი, თუმცა ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას და სხვა რეალობას. რა პოლიტიკას ვხედავთ? ძალიან მარტო მაგალითს მოგიყვანთ, ჩანაწერი არ იყო, მაგრამ მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია, შემდგომ მეორე დღეს სასამართლომ გამოიტანა დადგენილება გადაწყვეტილება რუსთავის დაკავშირებით, ასეც ალიყური მოხვდა პირდაპირ გაგებით ევროსტრასბურგის სასამართლოსგან და ევროპისგან, ასე ძალიან უხერხული. ანუ შეიძლება ერთის მხრივ ფურცელზე რაღაცა ჩავწეროთ, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ამას ყოველდღიურობაში პოლიტიკოსები არ გაატარებენ და არ იქნება დემოკრატიული პრინციპები, ღირებულებები დაცული, არ იქნება ინსტიტუციები, ასე ვთქვათ, მყარი და იქნება ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, აი ამ ჩანაწერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე ის კითხვის ნიშნები ტყუილად არ მიხსენებია და ნამდვილად არსებობს საზოგადოებაში 2012 წელს თქვენ გავსოთ რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს რუსეთის ჯაშუშები, ასევე თუ გახსოვთ სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც გაიქცა ცხინვალის გავლით და ჩავიდა რუსეთში, კაციშვილმა არის ისემდე რა დოკუმენტები წაიღო, თან არავის მოუკითხავს, ასევე გამოიკვეთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის რაღაცა მაგალითები, იმიტომ რომ გადასცეს გენერალი საცოლი და არა მხოლოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა ამ ჩანაწერით ამ კითხვის ნიშნებს პასუხები, რა თქმა უნდა, არ გაეცემა, მაგრამ რო ეწეროს ამაში პრობლემას ვერ ხედავ. არაჩესება მთავრობის პოზიციონირებას, სამწუხაროდ მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აკეთებს კომენტარს, როცა ჟურნალისტი მიაკითხავს და თვითონ აი ეს თემა არ არის მათთვის აქტუალური, არც მთავრობაში, არც პარლამენტში, მაშინ როდესაც ყოველდღიურად ხედავთ ჩვენ რაღაც გარკვეულ აგრესიას, როცა ვნახეთ ეგრეთ წოდებული არჩევნები ცხინვალში, რეფერენდუმი და გალიცხინვა სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, ნახეთ ლავროვის ვიზიტი, ნახეთ რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენ საერთო ტერიტორიაზე მოკლეს, ნახედავთ რომ ადამიანებს იტაცებენ. ანუ ეს პატარ-პატარა აგრესიული ნაბიჯები ხო ყოველდღიურად ხდება ჩვენს რეალობაში და სამწუხაროდ მხოლოდ ამის შემდეგ მოვალეობის მოხდის მიზნით თითქოს აკეთებენ განცხადებას ან თავს არიდებენ და ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სამწუხაროდ მაამებლური და დიახ ლოიალური პოლიტიკა. მაია წინა ხელისუფლებას დიახ აკრიტიკებდნენ ხისტი პოლიტიკის გამო და შეიძლება ამან გარკვეული ნეგატივი მოიტანა, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვხედავ რომ ამ პოლიტიკამ რაიმე პოზიტივი მოიტანა. ნურავის ნუ ექნება ილუზია რომ დღეს ჩვენ ვართ მშვიდობიან მშვიდობაში ვართ და მშვიდობიანი ქვეყანაა და ომი არ არის. უკაცრავად, მაგრამ ამის დასადასტურებლად და საქმელად არ არის აუცილებელი რომ რუსთაველზე იყოს რუსის ტანკი ან საოკუპაციო ხაზი გავლებული. შეიძლება მე დღეს წერეთელზე ვერ ვგრძნობდი ამას და თბილისში ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები გორში, ჩვენი მოქალაქეები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები დიახ ყოველდღიურად გრძნობენ ამ აგრესიას და იმას რომ ისინი არ არიან მშვიდობიან ქვეყანაში. აქ საუბარი იყო იმაზე რომ ასეთი ჩანაწერის გაკეთებამ, დეკლარირებამ და ასე შემდეგ შეიძლება რომ გარკვეულწილად ხელი შეუშალოს ჩვენს რუსეთთან ურთიერთობის დაალაგების მცდელობას, რუსეთის რომ უფრო მეტად არ გავაღიზიანოთ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რაღაც გარკვეულწილად ხელი შემშელი ფაქტორი ხომ არ იქნება ამ მართულობაში? ჩვენ არ უნდა ვიყოთ აწყობილი იმაზე თუ არ გააღიზიანებს რუსეთს. სამწუხაროდ სწორედ ეს არის მაამებლური პოლიტიკა და სირაქლემის პოზიციაში ყოფნა და ჩირკში დამალვა და არაფერს ხმაურის არ ატეხვა იმის გამო რომ ვაი და რუსეთი არ გაბრაზდეს. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი გადაწყვეტილება ხალხის ნება რო იყოს პროდასავლური და რუსეთი ამით გაღიზიანდება თუ არ გაღიზიანდება, ამაზე არ უნდა იყოს აგებული ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი. რაც შეეხება ასევე სამწუხაროდ ჩვენმა მთავრობამ ჩვენ გაუშვით ის ბერკეტები, რაც რეალურად შეგვეძლო რომ გამოგვიყენებინა. როდესაც იყო ძალიან კარგი შანსი უხეშად რო ვთქვათ, ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს შეეძლო უკრაინასთან ერთად ერთ კონტექსტში, ერთ ჭრილში ყოფილიყო მოხსენიებული, სამწუხაროდ იმის გამო რომ ჩვენ ჩირკში ვისხედით, იმიტომ რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო, საქართველოს ხსენებაც არ იყო და დღეს თუ რუსეთს სანქციები აქვს დაკისრებული, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის გამო და ნურავის ნუ ეგონება რომ მან სადმე საქართველოა ის ნახსენები. სამწუხაროდ და უფრო მეტიც მაშინ როცა ევროპარლამენტი უკრაინის ხარდასაჭერ რეზოლუციაზე მუშაობდა, ჩვენი წარმომადგენლები მან არ იმყოფებოდნენ და ხელიც არ მოაწერეს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? მაშინ როდესაც ყოველდღიურად ხდება აგრესია, დიახ, მიზანმიმართული გეგმა ახორციელებს რუსეთი და ეს არის სრული ანექსია ქვეყნის, ამ დროს ჩვენ უნდა ვხმაურობდეთ, არა განცხადებისთვის, ნურავის ნუ ექნება ილუზია და ნუ იტყვიან რომ აი განცხადება გავაკეთეთ და მე რა. იცით რა, ჩვენს საქმეზე, ჩვენს პრობლემაზე, ჩვენს აქტივარზე ჩვენ თუ არ ვიხმაურეთ, უკაცრავად, მაგრამ ჩვენს თანამეგობრებს და დასავლეთ პარტნიორებს თუ ჩვენ არ ვიხმაურეთ და არ შევაწუხეთ, ნაკლებად აინტერესებთ და ნაკლებად შეიწუხებენ თავს და გაიფუჭებენ ურთიერთობას ისეთ მონსტრთან, როგორიც არის რუსეთი. ამიტომ ჩვენ უნდა შევაწუხოთ, ჩვენ უნდა ვიხმაუროთ და უნდა დავაყენოთ ის წესრიგი. კიდევ ერთ თემაზე მინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასება და ამავე თემით უნდა დავბრუნდეთ შემდეგ სტუდიაში. ნაწილობრივ აქ სტუმრებმა ახსენეს, შეეხნენ ამ საკითხს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ უფრო უცლად ვისაუბრებთ უკვე თქვენი ჩართვის შემდეგ. საუბარია სერგეი ლავროვის, როგორც რუსული მხარეა
მსახიობობს სამუშაო ვიზიტზე ოკუპირებულ აფხაზეთში. თქვენი შეფასება როგორია? მოვისმინე მე მთავრობის მხრიდანაც, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდანაც ასეთი განცხადებები, რომ ეს არის მოსკოვის ცინიკური ნაბიჯი, სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ასეთი ტიპის მწვავე შეფასებები გაკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს გადაჭარბებული შეფასებებია თუ თქვენც ასეთი დამოკიდებულება გაქვთ? არა, რასაკვირველია, ეს არ არის გადაჭარბებული და რაოდენ გასაოცარიც არ იყოს, შეიძლება ადეკვატურ შეფასებათაც ჩაითვალოს, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არის რუსეთის იმ გეგმის ნაწილი, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც არის სრული ოკუპაცია და რაღაც პოსტსაბჭოთა რაღაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით შეპყრობილი პოლიტიკის გაგრძელება. დიახ, ეს იყო დაცინვა ნამდვილად და სამწუხაროდ სწორედ ამას ვამბობ, რომ ესეთი რაღაცები, ესეთი ნაღმები რო ფეთქდება, მე არ უნდა გამოვიდნენ და ეს განცხადებები აკეთონ. არამედ ეს უნდა იყოს დღის წესრიგი, ჩვენ ეს უნდა იყოს ყოველდღიურობა და ეს უნდა იყოს ძალიან პირველი პრიორიტეტული თემა და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც სოციალური ოკუპაცია გადმოიწევს თუ ლავროვი ჩავა აფხაზეთში. რატომ არ არის თამთა პრიორიტეტული? შეგიძლიათ რომ ვითხრათ აი მთავრობისთვის დაუშვათ თუ ასეთი შტაბ-შტელება აქ რჩება? რატომ არ არის რეალობა? იმიტომ არ არის, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ ინტერესში შედის და მათ პოლიტიკის ნაწილია, თუ ამას პოლიტიკა შეიძლება დავარქვათ, რომ მათ არ გააღიზიანონ რუსეთი და ვიყოთ სირაქლემის პოზიციაში. ანუ ეს პოლიტიკა გვაქვს არჩეული, დიალოგზე იყოს საუბარი და ერთადერთი ფორმატი, რაც ბოლოს აქტიურად იყო განხილვაში და აქტივობაში, ეს იყო კარასინი აბაშიძის და ამაზე ყველანი ვთანხმდებით, რომ არაფრის მომცემი აბსოლუტურად უშედეგო ფორმატი. იქ მწვანილზე საუბრობდნენ თუ რაზე საუბრობდნენ, კაცმარიც, იმიტომ რომ გამოდიოდნენ კარასინი ერთს ამბობდა და აბაშიძე მეორეს, ამიტომ დიალოგი დიახ საჭიროა, მაგრამ დიალოგი ერთი-ერთზე კარასინი და აბაშიძის ფორმატის ამარე არ უნდა მიმდინარეობდეს ბატონებო. ამაში უნდა იყოს ჩართული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, იმიტომ რომ მეტია მათი აქტივობა უფრო წნეხის ქვეშ მოაქცევს რუსეთს და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში, როცა სანქციები დაეკისრა და ნუ გვექნება ილუზია, რომ ჩვენ აი ამ დიალოგში გამოვალთ მოგებულ პოზიციაში. ძალიან მარტივია, როდესაც ვიღაცა შემოგივარდება სახლში, მე რა თქმა უნდა საშუალად დაუძახებ ჩემს კეთილგანწყობილ მეგობარს, მეზობელს, მაგრამ მე თუ არ დაუძახებ, ის თავისი ინიციატივით არ შემოვა. სწორედ ამიტომ ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა, ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ოკუპაციის თემა იყოს პრიორიტეტული და ჩვენ უნდა შევაწუხოთ ჩვენი პარტნიორები, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ რაც მოხდა, რომ საქართველოს ხსენება არა ის საერთაშორისო ასპარეზზე. და სამწუხაროდ ამას არც ჩვენი მთავრობა და არც პარლამენტი არ აკეთებს. მაიკო, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესი ნაწილი მაინც არის პროდასალური ორიენტაციის და ჩემთვის გაუგებარია, რატო არ იღებენ ხმას, რატო არ კეთდება თუნდაც ერთობლივი განცხადება, წინადადება, პეტიცია, რეზოლუცია, რატო არ შეიმუშავეს. ძალიან კარგი მესიჯი იქნებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, როცა მთავრობა და ოპოზიცია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეზე ვერ თანხმდებიან, აი ამ ფუნდამენტურ საკითხზე არიან ერთად და ისინი აწერენ ერთ დოკუმენტს ხელს. ანუ ეს იქნებოდა ძალიან კარგი მესიჯი, მაგრამ სამწუხაროდ აქაც მსგავს ინიციატივას ვერ ვხედავ და ეს არ არის პრიორიტეტული. მხოლოდ მაშინ აკეთებენ განცხადებას თუ ვინმე კონკრეტული ჟურნალისტი მივიდა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თამთა შამათავა ახალი საქართველოდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რეკლამაზე გავდივართ. რეკლამის შემდეგ უკვე ნიკოლოზ მჟავანიძე ამ შეკითხვაზე ამავე თემით დავბრუნდებით და გაგცნობს პასუხს და მოვისმენთ რასაკვირველია სხვა სტუმრების შეფასებებსაც და ისე დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას დროებით. მინდა რომ გადმოვიდე თქვენთან ასეთი შეკითხვით. თქვენთვის რას ნიშნავდა სერგეი ლავროვის ვიზიტი? ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი, რადგან გაკეთდა მათი მხრიდან განცხადებები, თუ თქვენ აქ დაინახეთ ნამდვილად სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა, პროვოკაციული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის მცოცავი ანექსიის გაგრძელება. ნელ-ნელა ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ერთგვარად დღეს უკვე ოფიციალურად შეიძლება რუსეთმა შეიყვანოს აფხაზეთი და სამაჩაბლო თავის შემადგენლობაში ჩაატაროს რეფერენდუმი აფხაზეთის სამაჩაბლო და მივიღოთ ესეთი მძიმე შედეგი და მერე თქვენ წარმოიდგინეთ როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება, ან მესამე მსოფლიო ომი მოხდეს, ან რაღაცა რუსეთის რაღაცა ფანტასტიკის სფერო არის რა. და ეხლა როდესაც საუბრობენ იმის შესახებ, რომ აი ერთ-ერთზე არ უნდა მოხდეს შეხვედრა და მაგალითად მარტო ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანდასწრებით უნდა მოხდეს. ევროპელი პარტნიორებთან ერთადაც მოხდეს შეხვედრა და ერთ-ერთზეც მოხდეს შეხვედრა. რა პრობლემა? შეგვჭამენ, ცოცხალს არ გამოუშვებენ პრეზიდენტს თუ რა ხდება? აი ვერ გავიგე. თუ რამე რეზულტატის მომტანი იქნება. ანის პოზიცია რა არის? ხა ჯანელიძე გამოდის, ეხლა უფრო მეტი ბერკეტი აქვს და უშედ იგივე სანქციების დაწესების კურსი და ასე შემდეგ. იცით რა, ყველაფერი უნდა ვსინჯოთ ჩვენ. ანდა იმ დიპლომატის განცხადება რა არის ხა, რომ ჯერ ესე იგი დაგვიბრუნონ ტერიტორიები და მერე დავილაპარაკოთ. ეხლა თუ დაგვიბრუნეს ტერიტორიები, იცით რა, პოლიტიკა არის სავაჭრო თემა რა. პოლიტიკა ინტერესთა თანხმედრა.
აი ხა ბატონი ბესო საუბრობდა რომ აი რუსეთმა ეს გავკეთა ეს მეც ჩამოვთვლი ხა და შემიძლია გავაგრძელო კიდე რამდენი ცუდი რაღაცა გააკეთა რუსეთმა უსასრულოდ შეგვიძლია მაგრამ რუსეთმა ყველაზე მეტი თავის თავს გაუკეთა ცუდი მეფე მოკლეს და ეს არის საშვილთაშვილო ცოდვა რომელიც მათ დაიდეს თავიანთ ხისერზე ლოთმა ელცინმა ლამის დაშალა რუსეთი ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ აფხაზეთის ომზე, მართლაც ბევრი დანაშაულებები ჩადენილი ხდა საქართველოს მიმართ რუსეთს და მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული თვითონ ჩაიდინეს, რომ კინაღამ დაშალეს რუსეთი. მაგრამ ისე თქმა რომ რუსეთს რაღაცა საქართველოს წინაშე არ არის. ის არ გაუკეთებია. რუსეთის დაშლა არ არის დანაშაული არ არის. არ გაუკეთებია, ესეც არ შეიძლება, იმიტომ რომ ეხლა 400-500 კაცი რუსეთის გაერთიანების და სიმტკიცისკენ მიწოდებს თუ როგორ თქვენ არ გეჭრებოდით ბატონო, თქვენ შეგიძლიათ თქვენ სიტყვაში თქვათ. ჩვენ რო ვილაპარაკოთ იმის შესახებაც, რომ რაღაცა რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი ისეთი არ აგვაქვს კარგად გასახსენებელი, ესეც არ შეიძლება, იმიტომ რომ დაქუცმაცებული ქვეყანა ვიყავით და გენოფონდი დაცლილი იყო და გენოფონდი გაიზარდა, გაერთიანდა ქვეყანა და იგივე თურქეთი, იგივე აჭარასთან ერთი წამი შეიძლება დავამთავრო. აჭარასთან დაკავშირებით. დავსვი ლავროვის ვიზიტზე და მინდა რომ ამაზე მივიღოთ თქვენი პასუხი. ერთმანეთში თანხმედრა არის, იგივე მაგალითად აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნება. ეხლა თქვენ არ ვიცი იცით თუ არა, რომ ოდესაც 2008 წლის ამბები ტრიალებდა, ერდოღანი ჩავიდა რუსეთში და პუტინთან გამართა შეხვედრა, იმიტომ რომ იცით ალბათ ყარსისა და მოსკოვის ხელშეკრულება ძალიან ფაქიზი თემა არის. ამიტომ ჩვენ იცით რა არის? აქ მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლო საკითხი არ არის. თქვენს გონი ეხლა მე კიდევ ერთხელ შეიძლება იყოს დღეს ხელისუფლებაში ხალხი, რომლებსაც სურდეთ რომ ნეტა წაიღონ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომ აი მოგცილდება ამით. იმიტომ რომ ხიდაშელმა ხო თქვა თავის დროზე რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ აი არის ქართულ პოლიტიკაში ხალხი რომლებსაც ერთი სული აქვს რომ როდის მოგცილდება ესე იგი დღეს აფხაზეთს და სამაჩაბლო უნდა დავთმოთ ხვალ რაღაცა ისეთი ცხელი წერტილებზე უნდა გაკეთდეს არჩევანი ხო და ამიტომ მე იცით რა არის ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ აქ ეხა ვინც ვარ შეკრებილი ყველა იმ ერთ აზრში ვართ რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ მაგრამ ის პოზიცია რომ ჯერ დააბრუნე და მე დავილაპარაკოთ ეს არის მოღალატური განცხადება იმიტომ რომ დიალოგი იმისთვის არის რომ ყველა საკითხი იქნას განხილული და მე რა თქმა უნდა და ყველა ქართველი შეურაცხყოფელია. ეხლა თქვენ თუ დაუკვირდით, ეხლა ახსეთ პატარა კუთხეში როგორიც არის აფხაზეთი, იმხელა მასშტაბის საელჩოს გაკეთება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი იქ აპირებს დარჩენას. ეხლა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყველაზე დიდი არის ამიერკავკასიაში და ესეც გარკვეულ რაღაცას ნიშნავს. არაფერი შემთხვევით არ ხდება, ხო? ესეც რაღაცის მანიშნებელი იყო. მაგრამ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის რაღაცა და ცივი გონებით და უნდა მიუდგეთ ამ საკითხს სწორედ რომ მტერთან, სწორედ რომ ოკუპანტთან, ასეთ ქვეყნებთან არის დიალოგი, თორემ მოყვარესთან ისედაც გასარჩევი და გასაყოფი ჩვენ არაფერი არ აქვს. ამიტომ მოუწოდებ ხელისუფლებას რა, რომ ესე შეშფოთებები და აღშფოთებები და გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე, იმიტომ რომ თუ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიერთა რუსეთმა უკვე მე არ ვიცი ახლა ღმერთ აი ყირიმის საკითხი ხარ თქვენ როგორ გართულებულია და თუ მიერთა მე ნუ არ ვიცი მე ხა ეს უკვე არის ჩვენთვის იქნება ეს არის ტრაგედია კი არა ეს არის კატასტროფა. მადლობა სხვა სტუმრების პოზიციაც მოვისმინოთ ამ თემაზე ბატონო მალხაზ თქვენ რას ფიქრობთ ანუ იყო თუ არა ეს რუსეთის მხრიდან ერთგვარი ერთი ცინიკური ნაბიჯი რისი თქმა სურდა ნუ რუსეთის მხრიდან ეს არის ის ნაბიჯი რომ ესე იგი ის იმ ცვლილებებს იმ გლობალურ ცვლილებებს რაც მოხდა მას მიმართ დამოკიდებულებაში არ დაგდებს ფორმალურად ასე ვთქვათ ის ინარჩუნებს ესე იგი მას გონია თავის სახელმწიფო და ის ასე ვთქვათ უჩვენებს თელ დასავლეთს რომ მას არაფრის არ ეშინია ერთი და მეორე ნუ ახლა ჩვენ გვიჩვენებს რომ აი თქვენი დასავლეთისკენ სწრაფვა იქნება საფასური იქნება ის რომ ჩვენ პირდაპირ გადავყვავთ ჩვენი პასუხი რა იყო ამაზეც მითხარით ანუ აღშფოთება შეშფოთების იქით მე სწორედ ამ საკითხზე მინდოდა ჩემი ამ ბოლო ნაწილის გამოყენება ნათქვამის სათქმელის უბრალოდ რომ პირველ რიგში ესე იგი მე გუშინ არ თქვი ბატონ დიმიტრისთან ერთად ერთ გადაცემაში ერთად ვიყავით გუშინ თქვი დღეს უკვე უნდა იყოს აღზრული სისხლის სამართლის საქმე ლავროვისა და მისი ჯგუფის მიმართ რომელიც იქ ჩავიდა ოკუპაციის კანონის დარღვევისა და ესე იგი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ამ ოკუპაციის კანონის დარღვევის შესახებ და საქართველოს პროკურატურა ვალდებული არის დაიწყოს გამოძიება თან სანქცია არის 5 წელი ეს არის ჯგუფური დანაშაული არა ერთგზისი სხვათა შორის და აი ასეთი მიდგომებით, ასეთი ნაბიჯებით უნდა წავიდეთ ჩვენ წინ. სხვათა შორის აზერბაიჯანმა იყო აქ აზერბაიჯანზე საუბარი, ერთხელ
უკვე ეს საშუალება გამოიყენა და ეს ძალიან სერიოზული მაგალითი არის ხვებისთვისაც. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ანუ სად არის ესე ვთქვათ კიდევ რეზერვები და სად შეგვიძლია ჩვენ ძალიან სერიოზული დისკომფორტი შევქმნათ რუსეთს. ეს არის აი ჩვენ გვაქვს სურათი დღეს იმის 2008 წლის მოვლენების 2008 წლის აქეთ ჩვენ საერთაშორისო ტრიბუნალი, ჰააგის ტრიბუნალი იძიებს 2008 წლის მოვლენების აქეთ რაც მოხდა. ჩვენ გვაქვს გენოციდის პირდაპირ ქართული მოსახლეობის გენოციდის სურათი 92-93 წლების აგრესიის შედეგად აფხაზეთში ეს სამასი ტომის საქმე შემოდებულია თაროზე, გადაფარებულია მასზე მაუდი, ეს არის საკაცობრიო დანაშაული და დღეს ეს ხელისუფლება სხვათა შორის მოვიდა სამართლიანობის აღდგენის ფსევდოლოზუნგით, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ჩემთვისაც და ბესოსთვისაც და ალბათ ყველა დანარჩენისთვისაც უბრალოდ ჩვენ იქიდან ვარ წარმოშობით. ვამბობთ ამას, რომ სამართლიანობის აღდგენა იწყება სწორედ აქედან 90-იანი წლებიდან. ეს არის საშინელი, ეს არის იმდენად საშინელი ფაქტები, რომ ესე იგი მე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, ის გამომძიებელი, რომელიც ძალიან პედანტურად ადგენდა ამ დაკითხვის ოქმებს და თვითმხილველის მასალებს, იმდენად ძიმე ფაქტები იყო, რომ მას უბრალოდ გული გაუსკდა. კიდევ რა გვაქვს? კიდევ გვაქვს აგერ მაგალითი ცოცხალი 35,000 ქართველის ბედი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც ცხოვრობენ რასისტული ჩაგვრის ქვეშ. ეს არის ესე იგი აგრეთვე არის საკაცობრიო დანაშაული, ამის ავტორი არის რუსეთი, ეს მარტო იმის მაგალითი კი არ არის, რაც გვიპირებს ჩვენ დანარჩენ საქართველოს და ზუსტად ამას გვიპირებს, არამედ ეს არის საკაცობრიო დანაშაული და დღეს ცალკეულ ფაქტებზე კი არ უნდა ვახდენდეთ ჩვენ აპელირებას, რომ აი იქ სკოლა არა გვაქვს, იქ ჯანმრთელობის კერები არ არის, იქ კიდევ რაღაცა სასტიკი შრომითი ექსპლუატაციაა იქ. იქ აბსოლუტურად არ არის დაცული არავითარი ჯანმრთელობის საშუალება და არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ, რომ ეს არის რასისტული ჩაგვრა ქართული მოსახლეობა. მადლობა ბატონო მალხაზ. გარდა ამისა, ძალიან მოკლედ კი ბატონო, რომ რუსეთი მარტო ამ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ასპარეზზე არ ცდილობს თავისი ამ საკითხს ამ აღიარების პოლიტიკის გატარებას. ის ცდილობს როგორც კულტურის, ისე სპორტის სფეროში და სულ ახლახან ესე იგი იერუსალიმის პატრიარქი, არ ვიცი ეს რამდენად სწორი მოვლენა, მაგრამ სულ ახლახან იერუსალიმის პატრიარქის განცხადება, რომელსაც ადრე არ გაუკეთებია არანაირი ამდაგვარი განცხადება, დღეს სამწუხაროდ ჩვენ ეს უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული. ჯარის პრობლემა არის საქართველოში, ვთქვათ, რომ არმიას უნდა მიექცეს ქართულ ჯარს. დღეს კონსტიტუცია შეგვიძლია ბატონ დიმიტრი ამბობდა, რომ манифести არ არის, ჩემი აზრით მართლა არის манифести როგორც დოკუმენტი იურიდიული ასეთ ქართულ კანონმდებლობაში არ არის, კონსტიტუცია სერიოზული манифестია და იმ манифестში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ეკისრება ესე იგი დაიცვას არა მარტო ტერიტორია, დაიცვას კონტინენტური შელფის ჰაერი და ასე შემდეგ. ჩვენ არ აგვყავს საზღვაო ძალები. არ აგვყავს საჰაერო ძალები. ესე იგი ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას, მაგრამ არც ერთი გვყავს და არც მეორე. მალხაზ ბესო თქვენი შეჯამებაც მოვისმინეთ, შემდეგ ბატონ დიმიტრი და დავასრულოთ. ანუ როდესაც სერგეი ლავროვის ვიზიტზე საუბრობთ, ამით რა გვაჩვენა რუსეთმა და ამის შემდეგ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? რა ნაბიჯები უნდა გადადგეს? ნუ პირველ ყოვლისა ალბათ შეშფოთება და აღშფოთება უფრო შვეიცარიის საქმეა ვიდრე მოღალატე ქართული ხელისუფლების. ეს ერთი ცალსახად ლავროვმა გვაჩვენა ის რომ კიდევ ერთი აგრესია რუსეთის მიმართ წარმოებული საქართველოს წინააღმდეგ და გვაჩვენა ის რომ არაპირებს რუსეთი დათმოს აფხაზეთი და ამაზე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. ბატონო მალხაზე საუბრობდა 92-99 წლებში ზუსტად იმ კატასტროფაზე რომელიც რუსეთმა ქართულ ხალხს გაუკეთა, განსაკუთრებით ეს არის გალის რაიონში იმ გენოციდზე რომლის ხერხლიც მათ შორის ჩემი ოჯახი არის, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აი ბატონო დიმიტრი საუბრობდა, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და აი ეს მე მგონი აპრიორი უნდა იყოს და ამოსავალი წერტილი ქართულ ხალხში. დიახ, გავერთიანდებით მაშინ თუ შევთანხმდებით შემდეგზე, რომ არის რუსეთი ოკუპანტი, მტერი და აგრესორი.
მეზობელთან ერთად, რა თქმა უნდა. თუ შევთანხმდებით სრულიად საზოგადოება, რომ აფხაზეთი საქართველოა, სამოჩაბლო საქართველოა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აპრიორი წინ არაფერი არ უდგას. თუ შევთანხმდებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის მოღალატე და ეს ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს სახში, იმიტომ რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის აშენება. დიახ, ამ შემთხვევაში შევთანხმდებით, მაგრამ ვერ შევთანხმდებით ისე, რომ ჩვენ დღეს უბრალოდ გავატაროთ ლავროვის ვიზიტი. იმიტომ რომ მისი გეგმა ამ შემთხვევაში ის საქართველოს საუბრობდა ბატონო თავდაპირველად რომ უნდა დამყარიყო. საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა ერბინათ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, უნდა შეეწუხებინა, უნდა შეეკრიბა ყველა ელჩი, უნდა მieყვანა საგარეო საქმეთა სამინისტროში, უნდა ჩაეყენებინა ყველა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ყავს, ცხინვალის ადმინისტრაცია ყავს, კიდევ ყავს ჩვენ სხვა რეზერვები. ბატონო მახას, თქვენ ძალიან კარგად იცით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინტერნეტ საიტის მუშაობა და მეტი არაფერი სამწუხაროდ და ქართველი საზოგადოება თუ კონსოლიდირებული იქნება და ამ სტრუქტურაში რომელიც ნაშრომ პალატი იქცა ახალ არჩევნებს მოითხოვს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, ზუსტად უნდა ერბინა ამ ხალხს, უნდა შეეწუხებინათ ყველა ელჩი, უნდა წასულიყვნენ და კარზე უნდა დამდგერიყვნენ ევროკავშირს, ნატოს თუ ასე შემდეგ. თეთ სახთან უნდა დაწოლილიყო და უნდა ეთხოვა რომ პოზიცია გამოეთქვა, მაგრამ არა ეს არის მხოლოდ ერთი რაღაცა სიფრიფანა დოკუმენტი, რომლის შექმნაში დარწმუნებული ვარ ისევ რომელიღაცა მეხუთე კოლონის წარმომადგენელს აქვს ხელი, ასე ვთქვათ, ჩართული და მისი დაწერილი ტექსტით ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხელისუფლება არის მოღალატე, ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა დასრულდეს და რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენ შევძლოთ თქვათ ის რომ ხვალ ჩვენ შეგვიძლია სოხუმში წასვლა, ხვალ ჩვენ შეგვიძლია ცხინვალში წასვლა და ჩვენ შევძლოთ თქვათ ის რომ საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი. საგებია, კარგი, ბოლოს თქვას ბატონ დიმიტრის მივცემ თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ სერგეი ლავროვის ვიზიტზე, მაგრამ აი რა მინდა გითხოთ, იცით, ჩვენ მოვისმინეთ საქართველოში გაკეთებული განცხადებების შემდეგ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ვნახეთ, სადაც ასეთი ფრაზა იყო, რომ საქართველო უნდა მორჩეს იმ ცნებით ჟონგლერობას, როგორც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მან უნდა აღიაროს რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამაზე რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, არ ვიცი და რატომ არის დღეს ჩუმად აღშფოთება შეშფოთების. შეეცდები მოკლედ სათქმელი პირველ რიგში ეს მორიგი ცინიკური განცხადებაა, რომლის საბაბსაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ უნიათობა და უმოქმედობა ჩვენი ხელისუფლებისა იძლევა. მე მუშაობდი აფხაზეთში ჩინეთის საქმეთა სამინისტროში ყველაზე უფრო რთულ პერიოდში 95-98 წლებში. აჟარაში პირველი გაერთიანებული ასეულის შექმნაში სხვათა შორის პირადად მაქვს მონაწილეობა მიღებული. მე მონაწილეობდი რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული რუსეთის აგრესიის შემსწავლელ კომისიაში. ძალიან კარგად ვიცი აჭარის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის ხელმძღვანელობის ძალიან სუბუქად რო ვთქვათ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შესახებ. ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება, როდესაც რუსული მედია პირდაპირ ეყრდნობოდა მის გამონათქვამებს, არ მინდა ეხლა ამ პიროვნების დასახელება, ძალიან კარგად გახსოვთ ყველა. ეს იყო არაადეკვატური ქმედებების მთელი სერია. ამით იმის თქმა მინდა რომ ქართველი რომ ზიანს მოუტანს თავის ქვეყანას, ესე სხვა ვერ დაგვაზიანებს ჩვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეჯამება იყო ხა ჩემი მხრიდან, რაც გავიხსენე. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოვითხოვეთ მაშინ. არავინ არ მიეცა პასუხისგებაში, როდესაც კოდორის ხეობის მიმართულებით ფაქტიურად არავითარი მოქმედებები აღარ ხორციელდებოდა და მიტოვებული იქნა ბედისანაბარა მთელი კოდორი, მთელი იქ ჩაქცეული, ასე ვთქვათ, მრავალ ასეულ მილიონიანი სამხედრო ქონებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ელემენტარული სამხედრო დანაშაულებებია, რომელიც ახალ ხელისუფლებას უნდა გამოეძიებია. და დაეწყო მაინც ფორმალურად გამოძიება, მაგრამ ეს მან არ ქნა. ჩვენ ეხლა უნდა გადავიდეთ მთავარ სათქმელზე. როდესაც რუსეთის ფედერაციას ვეხებით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ეროვნული მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების კუთხით აი ეხლა გუშინ გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა გზავნილების ოფიციალურებთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები ისევ პირველ ადგილზეა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები ფაქტობრივად დიპლომატიური ზედამხედველობის გარეშე არიან დარჩენილნი, უპატრონოთ არიან დარჩენილნი. აღარაფერს ვამბობ ისინი რომ არჩევნებში ვერ იღებენ და მონაწილეობას, გასაგები ამას თავისი ობიექტური, ასე ვთქვათ, წარამზღვრები გააჩნია, მაგრამ ის რომ ისინი სამოქალაქო უფლებებში არიან შეზღუდულნი მათ და უმრავლესი მათგანი სხვათა შორის არის აფხაზეთიდან დევნილი და მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიუსამძიმრო ბატონ მალხას და ბატონ
ბატონ ბესოს, ისინი არიან აფხაზეთის მკვიდრნი და სრულიად მართალია ბატონო მალხაზი, როდესაც ბრძანებს, რომ ბეტონის კატაკომბებშია მოქცეული დღეს გალი, რომელიც სამხედრო ქალაქად არის ფაქტიურად გამოცხადებული და სრულიად ბედის ანაბარად არიან მიტოვებული ჩვენი ეთნიკური ქართველები იქა. გუშინ წინ იყო რომ ცოლქმარი უბრალოდ დახოცეს მხოლოდ იმიტომ რომ ქურდულ საერთოში არ შეიტანეს ფული წარმოიდგინეთ და ამაზე ოფიციალური ასე ვთქვათ ინფორმაცია გავრცელდა. ქურდული სამყარო, ესე იგი დანაშაულებრივი სამყარო იქ ასრულებს სასამართლო ხელისუფლების როლს ამ ქართველების გიგა 82-ის სასტიკი მკვლელობის ქრონიკა გავიხსენეთ. ეს შავი ესე იგი სამყარო სოფლებში ყველგან ზის კრიმინალი, რომელიც აგვარებს იქ ურთიერთობას. ველური დასავლეთის პრინციპებით ხდება. ერთ-ერთი სეგმენტი მართვის არის ზუსტად კრიმინალური სამყარო. და როდესაც ესეთ პირობებში ჩვენ ვეგუებით აი ასეთ პოლიტიკას ბედის ანაბარად დატოვებული ხალხის მიმართ. ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკა, ქალბატონო მაია. ამისთანა პოლიტიკის განხორციელებას, დუმარებას ჯობს დღესვე დავიწყოთ მობილიზაცია აქტიური რეზერვის მთელ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, წამოწიოთ სამხედრო პატრიოტული რიტორიკა და მართლაც დავიწყოთ მზადება, რომ დავდოთ მამულისთვის თავი, იმიტომ რომ ასეთი ცხოვრება, ასეთი მდოვრე მდინარება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრებისა, ჩვენ უეჭველი მიგვიყვანს სრულ დესუვერენიზაციამდე, როგორც მოგახსენეთ და მეტიც მკვიდრი მოსახლეობა საკუთარ ქვეყანაში ნელ-ნელა იმდენად შემცირდება ხელშემწყობი პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს არ არის ჩვენი გადაცემის დღევანდელი მთავარი ფორმატი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ მიწაზე რეგულაციები დაკავშირებული იყო ბინადრობის უფლების იმ ადვილ პროცედურებთან, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ ჩამოსულები ძალიან ადვილად ღებულობენ, მას შემდეგ რაც $35000 ყიდულობენ უძრავ ქონებას, მიწაზე დამაგრებულ შენობა ნაგებობებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ერთ ჯაჭვში გვაქვს განსახილველი. ეს არ არის მარტო აფხაზეთთან მიმართებით უპასუხისმგებლო პოლიტიკა. მთელი რიგი მიმართულებებით ხორციელდება ანტიქართული პოლიტიკა. მე ძალიან მიჭირს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ ეს ფაქტია. და ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ არავითარ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. დიმიტრი ლორკიფანიძე, მალხაზ პატარაია, ბესო შენგელია და ნიკოლოზ მჟავანაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. დღეს ამით დასრულებულია გადაცემა ბარიერი. ჩვენ პირდაპირ ეთერში ხვალ დავბრუნდებით ნახვამდის.